ქართული ალპინიზმის ლეგენდა ბატონი ბიძინა გუჯაბიძე. მე პირველად ევერესტზე ავედი, ეს იყო 99 წელს, მაშინ არც კი იყო კომერციული ისინი ექსპედიციები, რა და ახლა ბევრი კომერციული ექსპედიცია, ბევრი კომპანია მუშაობს, რამდენიმე 1000 კაცი ევერესტზე, მაგრამ იქ 150 კაცია. გოცესვებნებდა რომ სუფთა ეგოისტური იმითი სურვილით ძალიან მინდა რომ წახვიდეთ და გააკეთოთ ყველაფერი, იმიტომ რომ მინდა რომ ეს ყველაფერი ვნახო მე. დამსვლელი ცხოვრება ეგ არის. ნორმალურად ეგრე უნდა იყოს, რომ აი რა შეგიძლია, აი რამდენს გაუძლებ, რას გააკეთებ. შეჯიბრი არ არის, მაგრამ აი შენს გვერდით ყოფები, მას ყველაფერს ხედავენ. ყველაზე კარგად ჩანს შავი და თეთრი და ვისი თავია. ყველა ექსპედიციის ასვლის დროს ვფიქრობდი, რომ ადრე რა შემეძლო და ეხლა აი რა მოუმატე. ეხლა ვფიქრობ, რომ აი შარშან რა შემეძლო და ეხლა იმ დონეზე ვარ თუ არა. აი რა არის, როცა ხარ და ხედავ, რომ სოვი მოდის, ეგ მომენტი მინდა რომ შემოგზნობინოთ, აი ესე ვთქავარ. მოდის რაღაც ურჩხული, როგორ იკრებთ ძალას, საერთოდ როგორ გახართ. აი გახარ რა და ფერდი რაზედაც გეხარ, იცი რომ არ არის სტაბილური არ არის და უცბად ეს იქცევა აი დინარე თის უზარმაზარ მდინარე და მიგათრევს რომ და გაუძლო და მოუარო სხვას, ჯერ საკუთარ თავს, მერე სხვას. ისე მთაში ეგრე არის? ჯერ საკუთარ თავს და მერე სხვას ხარ? ყველგან ეგრეა, ქრისტიანობაშიც ეგრეა. თქვენ კარიერაში ყველაზე დიდ მიღწევას რას თვლით? რომ გავხდით საერთაშორისო ასოციაციის წევრები. თუ დადგება ოდესმე, როდესაც ხო დადგება ის დღე, როდესაც ფიზიკურად ვეღარ შეძლებ თაში 100 წლის მერე. მე რას გააკეთებ გიფიქრიათ მაგაზე? გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. ჩვენ ვართ პოდკასტ არეაში და ცოდნის მოყვარე პოდკასტის წარმომადგენელია დეველოპერული კომპანია მეტროპოლი. დღეს ჩემთან არის ქართული ალპინიზმის ლეგენდა ბატონი ბიძინა გუჯაბიძე და მე ვარ ძალიან ბედნიერი რომ თქვენ ხართ ჩემთან, იმიტომ რომ როგორც გითხარით უკვე დიდი ხანია თქვენთან მინდა რომ ინტერვიუ გავაკეთო, ჩავწერო და ეს შესაძლებლობა მომეცა და მადლობა რომ დრო გამონახეთ. მეც მოგესალმებით ყველას. ლეგენდობას ვუარყოფ და მაქსიმალურად ვეცდები რომ საინტერესო იყოს და რაღაცა ის სხვა ინტერვიუების გამეორება არ იყოს და მოსაწყენი არ იყოს. ნახოთ როგორ გამოგვივა, ასე რომ წინასწარ ბოდიში მაყურებელთან თუ მსმენელთან რომ რაღაც ძველების ის გამეორების მოსმენა თუ მოუწევს რა. არ ვიცით როგორ წავალთ. ნახოთ, დავიწყოთ და სადაც წავალთ. კი ბატონო, პირველ საუბარს დავიწყებ რა თქმა უნდა ანტარქტიდით. მიდიხართ საოცარ ექსპედიციაში, მისიაში. მე მაინტერესებს რომ გაიხსენოთ, აი ვინ დაგირეკათ, რა გითხრათ, რა იყო თქვენი ემოცია, როგორ მიიღეთ, რა იფიქრეთ, აი ეს მაინტერესებს. ახლა მასინათაც მომიწია თქმა რომ ოცნება არ მიყვარს რა, მაინც და მაინც თუ რაღაცა მინდა ვცდილობ რომ გავაკეთო და ისე რომ ოცნებას გავყვე არ მინდა, მიდუმეტეს ახლა ქართულ ოცნებას. ხო და არც მიფიქრია რა, არასოდეს არ მიფიქრია რომ რაღაცა იყო შანსი ასეთი გამიჩნდებოდა. ძალიან ეს ძვირია ჩემთვის, მე რაც ექსპედიციები მქონია, თქვათ ანტარქტიდის ექსპედიციების მე-20, მე-50 კი არ არის რა. ფინანსურად ამბობთ? ფინანსურად რა და ამიტომ არ მიფიქრია. თუმცა ჩემი ბევრი ახლობელიც და მეგობარიც და ნაცნობიც იყო რა ანტარქტიდაზე, სხვადასხვა ექსპედიციები. ან პოლუსზე იყო, აი თქვათ მეგობარი იყო ამას წინათ პოლოს იმითი თავისი გაკეთებული მანქანით მივიდა, პოლუსამ ძალიან საინტერესო ადამიანი, კარგი მთამსვლელი, რუსი, ვასილ ჰელაგინი. თავის გაკეთებული მანქანით რას ნიშნავს? მოკლედ ვასია ჩემი მეგობარი ერთად ევერესტზე და ბევრი ექსპედიცია და ის ჰქონდა ერთად. ძალიან დაინტერესებული იყო იმითი მანქანებით, საერთოდ აი მოგზაურობებით. მაგალითად გავლილი აქვს პარიზ, დაკარის
11-ვე ეტაპი გაიარა. მერე გაიარა ჩრდილო ყინულოვან ოკეანის სანაპირო თავიდან ბოლომდემდან დაიწყო და დასავლეთიდან პოლონჩუკოტკამდე გავიდა. გავლილი აქვს მისი ავსტრალიის დიდი დიაგონალი გადაკვეთილი მანქანა. ეს აოცარ ამბებს ყვებოდა ხოლმე. და მე ძალიან მდოდა პოლარული ისინი ექსპედიციები და აწყო თავისი მანქანა, ანუ მანქანა აწყობილი არის მისი Mitsubishi-ის რომელიღაც ახლა უცბად ამომარდა თავიდან იმის მასე ძარაზე რა გამოყენებული აქვს საბურავების მაგივრად აი მასში ბელორუსიაში გამოიყენება აი ჭაობებში სასიარულოდ ძალიან დიდი საბურავები რომელიც ძალიან თხელი და მსუბუქია და მოკლედ ეს მანქანები შეაწყობილი რომ არ იძირება წყალში თავიდან ჩრდილოეთ მოკლედ არქტიკულ ექსპედიციებში დადიოდა და ესე იგი რამდენჯერმე იყო პოლუსზე მისული მერე პოლუსის გავლით ჩავიდა იმაში კანადაში მერე ბერინგის სრუტით უკან გადმოვიდა და ეს მანქანას ქვია ესა ემილიას ძახის აი რაღაც რუსული ზღაპარია ღუმელზე როზის ტიპი და იმითი მოგზაურობს აი დაახლოებით ესეთი რამეა პატარა მანქანებია ესენი და მისაბმელებით მეაქვს პროდუქტი და საწვავი ორ მანქანიანი ან სამ მანქანიანი ისინი იყო ექსპედიციები და ესეთი იმით დადიოდა და მე ანტარქტიდულ ექსპედიციას რო ამზადებდა, მაშინ რაღაცა ცოტა შანსი მქონდა მოხვედრილიყავი მეც რა. და ძალიან ახლო ეს არის მეგობარია. კარგი რუსია, ნამდვილად კარგი, ესე არბატზე გაზრდილი, ესეთი ხულიგანი რუსი კარგი. ხო და რაღაცა იყო შანსი რომ მოხვედრილიყავი და მე ის თუ გახსოვთ ტელეწამყვანია მუსიკალური მის იყო ეს უგადაი მელოდია ვლადისლავ პელშე მოკლედ იმან იშოვა ფული რა იმის და იმანად გადაწაიყვანა თავისი შეყვარებულის საყვარელი და მოკლედ მე დავრჩი უადგილოდ ხო ეს იმას ანუ ფიქრით რაღაც ყოველთვის მიფიქრია, მაგრამ რეალობასთან არასოდეს არ ყოფილა, ანტარქტიდაში მოხვედრა. და მე გოცა რომ იყო ძალიან გამიხარდა, აი ძალიან ისე ემოციურად გამოვხატე ჩემი სიხარული, რომ აი გოცა იქ იყო და რო ჩამოვიდა გოცა, მაშინ პირველი შეხვედრის დროს ახლა რა თქმა უნდა მაინტერესებდა ბევრი რამე და მაშინ პირველი შეხვედრის დროს მითხრა რომ მოკლედ უნდა დავბრუნდეთო, ოღონდ ერთად უნდა წავიდეთო რა. აი სახლში მივედი, ბევრი არ გვილაპარაკია მაშინ ამაზე და მაშინ ჩემ უყოლას ვთხარი რომ მე მგონი ახალ ცხოვრებას ვიწყებ მეთქი რა. აი რაღაცა უცბად აი აიმთო რაღაც ძალიან ბევრი მიმართულებით რაღაც ისინი იდეები და გზები და ისე და მოკლედ აი ესე მითხრა გოცა მაგრამ ბოლომდე რა თქმა უნდა არ ვიჯერებდი ისეთი დრო ახლა ჩვენს იმაში რომ ბევრს ჩვენს ქვეყანაში რომ ისეთი სიტუაცია ბევრს ვერაფერს დაგეკვა და ახლა თითქმის ბოლოში მივედით რა ну ბოლო რა თქმა უნდა ექსპედიციას რომ მორჩებით ის იქნება მაგრამ აი წასვლის ისა საერთოდ ყველა ექსპედიცია მეტი წელი დროის და ენერგიის მიდის ექსპედიციის მომზადებაზე თორე კარს რომ გამოიხურავ სახლიდან რომ გამოიხურავ ზოგჯერს მოიკიდო გამოიხურავ მე უკვე სხვა ცხოვრება იწყება შედარებით უფრო მარტივი კი ბატონო აი იქ ეხა თქვენთვის ყველაზე მიმზიდველი რა არის ანტარქტიდაზე? აი რა თვითონ ემოციურად ყველაზე ის არის უცხო კონტინენტი. უცხო კონტინენტზე ვართ მე ძალიან განსხვავებული
მეტეო პირობები არის ჩემთვის ეგეთი არ ყოფილსაცილი დიდი ყინვების სავარ თქვა და სიცივების მომსწრე გადამტანი რა მაგრამ აქ მაინც განსხვავებული არის რა 55 გრადუსამდე არის განსაკუთრებული ესეთი მშრალი ეს არის კლიმატია რამდენიმე 1000 წელია ნალექი არ მოსულა თვითონ კონტინენტზე რა და ის რომ არ ღამდება ხო ახლა ეგეთი მასში პოლარულ წრეში ყოფილი ვარ თქვა ალიასკაზე და ის და კი არის სირთულე რა მაგრამ მე ძილს ვახერხებ ნებისმიერ დროს კი ახლა რომ თქვა რაღაც საჭიროება რომ იყოს შემიძლია 5 წუთში დავიცინო ვავიზაჭირება ეგ და ასე რომ მაგის არ შემეშინა რა მაგარით მისება გამომუშავებული მაგრამ მე ვხედავ მაგის რა თქმა უნდა რაღაცები ამერევა ალბათ იმაში ორგანიზმში რა და საინტერესოა როგორ ვიცხოვრებთ ეს არქტიკულ ახლა ჩემს ექსპედიციასთან შედარებით ეს ძალიან ხანგრძლივი არის რა და ერთი თვემდე ხო ერთ თვემდე და ეს სიარული როცა ჩაცმული რო ხარ მარშრუტზე გადიხარ ხო ეს ძალიან მარტივია 8 საათი 9 რამდენიც არ უნდა იყოს ეს მარტივი მაგრამ აი როგორც თქვი როგორც ექსპედიციასთან დაკავშირებით აქ მომზადება არის მთავარი აი 2 საათი საათნახევარი თქვა კავკასიონზე ზოგჯერ გჭირდება რომ აი გაიღვიძო კარავში ხარ და მარშრუტზე გახვიდე ნუ 1 საათში თუ ახერხებ მაგარი ხარ თუ უფრო ნაკლებში ანუ წარმოიდგინე როგორია რომ ეს თავი მოიწესრიგო ჩაიცვა მე ეს ყველაფერი აალაგო აკეცო ჩაალაგო და აქ ახლა მარტივი ის არის რომ ციგაზე დიდი ადგილი არის რა და მარტივი ეს არის ჩასალაგებელი არის კავკასიონზე ყველაფერი კომპაქტურად ჩალაგდეს ზურგჩანთაში ზურგჩანთას კონდეს ფორმა თავისი წონა თავისი ბალანსი და ზუსტად კონდეს თავის ადგილას ჩალაგებული რომ რომელი ნივთი პირველად დაგჭირდება ხელთათ მანისად იყოს საქარე კოსტუმის ათვალესად არის რაღაცა ესეთი განაწილებული რაღაცა ხემსი წყალის აქ შედარებით ეგ უფრო გამარტივებულია იმიტომ სივრცე დიდი გვაქვს ფართობი ციგაზე მაგრამ მაინც რთულია რა ყველა ხელთათმანის მოხსნა აი როგორი იქნება არ ვიცით რა დრო დასჭირდება მე ამის აღდგენას თქვა სიცივიდან გამომდინარე ხო საერთოდ ახლა ის ასე დეტალებზე აღარ გვიფიქრია, მაგრამ აი როგორ უნდა გადავიღოთ. ვიღაცები იღებენ რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც ღილაკზე ხო უნდა დააჭირო ხელით. ახლა ხელთათმანიანი ხელით ღილაკი ხანდახან ჯოხი ვერ გვიჭირავს ხოლმე ხელში და ან წერაყინი რა, როცა ეს არის. ამიტომ არის რა საინტერესო ახალი გამოცდილებები იქნება რა. რომელიც მე დარწმუნებული ვარ რომ მე ბევრი ქართველი მთამსვლელი ან მოგზაური ივლის რა ანტარქტიდაში თქვათ მივა პოლუსამდე შეიძლება სრული ის გააკეთოს მარშრუტი ჩვენ ახლა ხო ნაწილს ვაკეთებთ რა ანუ ფეხით რომ უნდა მივიდეთ სამხრეთ პოლუსამდე სრული ისინი გააკეთოს ანტარქტიდული ექსპედიცია მე ფანტასტიკური მთები არის ესეთი მთები არის ანტარქტიდაში აი ტექნიკურად ძალიან რთული ისინი კედლები ალბათ ამის საშუალებაც გვექნება და მოელთავობა ამაზე კარგ ასვლებს გააკეთებს ხო და ჩვენ ახლა რაღაცა პატარა ბილიქს გავკვალავთ რა აუცილებლად გას მადლობა რომ ღმერთს რომ ამის რაღაცა შანსი მაქვს ჯერჯერობით შანს ვეძახი რა იმას რა თუმცა
სხვაც შეიძლება თავისუფლად შეიძლება ყოფილიყო ჩემ ადგილას რა, მაგრამ რაღაცა აი გოცა ასე თქვათ ასე გადაწყვიტა რა. აი ხა თქვენ თქვათ აი რო შეადაროთ რა 30 წლის წინ როგორც გეგმავდით ექსპედიციაში წასვლას და დღეს როგორც გეგმავთ თქვენ ანტარქტიდაზე წასვლას. აი რა განსხვავებას ხედავთ თქვენ თავში, თუნდაც ემოციურად, თუნდაც ფიქრებით, თუნდაც ფიზიკურად, აი როგორ ემზადებით, აი 20 წლების წინ როგორც ემზადებოდით და დღეს რა განსხვავებაა? ხო, ეხლა უფრო რთულად არის საქმე, იმიტომ რომ არ ვიცი, ეგ ბერდები და მაგის გამოა თუ რაღაც, მაგრამ აი ძალიან ნერვიულობ, რომ აი რამე არ დამრჩეს ხოლმე, რამე არ დამავიწყდეს რა. სკლეროზი ჯერ არ შემიჩნია საკუთარი თავისთვის რა, მაგრამ აინც ხო ვიცი რაღაც როგორც კი დაგავიწყდება ყველა სარგებლოს იმით რომ ასაკში ვარ და სკლეროზი გაქვს. ამიტომ ეს ყველა გასვლის წინ ეხლა თქვა ჩანთაში მინდოს ეს ბლოკნოტი, სადაც წერ იმას სიას, აღჭურვილობის სიას. აი ამ სიის შედგენა ხანდახან რამდენიმე დღე გრძელდება რა. ამას გარდა ახლა სხვადასხვა მეებშია ჩემთან ბლოკნოტებში გადანაწილებული, მაგრამ ახლა გადავწყვიტე რომ ყველა ერთად იყოს რა და თან საწერ-კალმით ჩემია რა ჩაწერა და ახალგაზრდები რომ იმაში წერენ ტელეფონში. და სხვა იმებსაც გადახედავ რა ვთქვა, შეიძლება ანტარქტიდაში კი მიდიოდე, მაგრამ ჭაუხში წასასვლელ სიასაც გადახედავ რომ რამე არ გამოგრჩეს რა და და სია რო გაქვს მე მშვიდად ახლა და 1-2-3 დღით ადრე იწყებ ამის იმას შეგროვებას, მოგროვება, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც კი სიაში გიგიწერია, მაგრამ არა გაქვს დაკარგული, ან ვერ მიაგნო, ან ვინმე მუსინდისო უმრობით ვამბობ ითხოვა, ხო და მე დავიწყო და აღარ დააბრუნა და ესე გარდა ამისა შვილებიც ხომ თაში დადიან და ისინიც და ხან ისე მოიხმარენ ხოლმე ჩემს აღჭურვილობას და ეგ ეს არის ექსერტული. მაგრამ მაგამდე ჯერ არ მისულა საქმე, ხო, სია არა მაქვს ჯერ გაკეთებული. ჯერ. მაგრამ მენტალურად იმად გამოგზავნილი აქვს, მაგრამ ჩვენ არა გვაქვს, ხო. ანუ შეგროვებული ისე საბამისათო. მაგრამ მენტალურად როგორი განსხვავება გაქვთ? აი თუ გნებავთ ანტარქტიდაზე, აი ზოგადად როდესაც ექსპედიციაში მიდიხართ დღეს, თუნდაც სხვაგან. და აი თქვენ თავი რო წარმოგიდგენთ, გაიხსენოთ 30 წლის წინ როგორც ემზადებოდით. მე ვგულისხმობ ემოციურ დონეზე. აი ხო როგორი განსხვავება გაქვთ? ადრე ძალიან მიკვირს რა, მაგრამ ერთ ზურგჩანთაში ვეტევოდი და მივიდიოდით და თქვა პამირში ტიან-სანშანზე ცხოვრობდით 1 თვე 40 დღე და ეს ეხლა მეტი ბარგია, მეტი საჭიროება, მეტი კომფორტს მივეჩვიეთ და უამრავი ისეთ ნივთია, რომელზეც არც კი ფიქრია, რომ მაშინ იარსებებდა, ან დაგჭირდებოდა და მას გამოვიყენებდით რა. ხო, ეს თვითონ ისე ტექნიკურად, რაც შეეხება ემოციურად ეხლა უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი. ამიტომ ჩემს მეგობრებთან, ტოლებთან ერთად მივდიოდი და რაღაც ძალიან ადვილი იყო, თქვა რაღაცა თუ შეგეშლებოდა ან თავის გამართლება, ან რაღაცა სხვისი დადანაშაულება, რაღაც ესეთი მარტივი ის იყო ურთიერთობები იყო რა. იმიტომ რომ ყველა ერთ ჭკუაზე უბერავდით რა და ეხლა ცოტა ისა ვარ რა, უფროსი ვარ და უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს რა და ამას პასუხისმგებლობა ეს გუნდის წევრებთან. ხო, გუნდის წევრებთან და მე საზოგადოებასთან ახლა თუ კიდევ ერთხელ ვიტყვი თუ წავედით ამ წასვლაში ძალიან ბევრი ადამიანი იქნება ჩართული, ასეთ გულშემატკივარი, დამხმარე, მეგობარი, ოჯახის წევრი, ისე დაინტერესებული უბრალოდ
ტიპი რა და ამიტომ დიდი პასუხისგებლობა. ამას გარდა უკვე ასაკში როცა ადრე ვთქვათ ასეთ რამეზე არ ვფიქრობდით ვთქვათ ჯანმრთელობას. იმიტომ ისე მოყვებოდათ. ვიცოდით რომ აი მაგარი ვარ და ყველა იმის დროს ექსპედიციის ასვლის დროს ან ყველა ასვლის დროს ვფიქრობდი რომ აი ვთქვათ აი ადრე რა შემეძლო წარსულში და ეხლა აი რა მოუმატე. ეხლა ყველა ექსპედიციის დროს ვფიქრობ რომ აი რა შარშან ვთქვათ სიტყვაზე რა შემეძლო და ეხლა იმ დონეზე ვარ თუ არა რა რამე ხო არ ასე ვთქვათ მომაკლდა რა. ამას გარდა არის ესეთი განწყობაც ძველი მანქანის განწყობა რა ძველი 0.6 ან 0.3 რა და აი რა დეტალი გაუტყდება რა დეტალი გალატებს რაღაც რომ არ იცი. კარგად ხარ. ანუ კარგად ვარ რა მაგრამ მაინც რა არ ვიცი რა მოხდება ის პატარა ელემენტარულმა რაღაცამ შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. ამიტომ ეს დაძაბულობა აქვს რა ეხლანდელ ექსპედიციებს რა. თქვენ ახსენეთ რომ ამ ექსპედიციაში წასვლა საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და გოცემაც ისაუბრა რომ რაღაც ნაწილი არის შეგროვებული და რაღაც ნაწილი შეგროვება მიმდინარეობს და მე მაშინ მას ვკითხე რომ როგორ შეგვიძლია მე როგორც იგივე თქვენმა გულშემატკივრმა და ადამიანმა და ჩემმა მაყურებელმა დაგეხმაროთ თქო და მაშინ ჯერ არ ვიციო ესე მითხრა მაგრამ ეხლა როგორც ვიცი არის უკვე შესაძლებელი რომ ჩვენი წვრილი შევიტანოთ ამ ყველაფერში და შეიქმნა ამხანაგობის ფონდი და მე ამ ხანაგობის ფონდის დეტალებს გავაყოლებ ვიდეოს აღწერაში, სადაც თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ და ჩვენ შეგვეძლება რომ მხარში დავუძღეთ ამ შვენიერ ამბავს. ეს ჩემთვის ისე მართალი გითხრათ ყველაზე უხერხული მომენტი არის ჩემი ძველი წარსული ექსპედიციები რა თქმა უნდა ჩემი ხარჯით არ იყო რა მაშინ სპონსორი ყავთ ხო? არ მეგობრები მეხმარებოდნენ სპონსორი არ მყავდა რაღაც მაინც მზიდველი ვერ ვიყავი სპონსორებისთვის რაღაც სვანაირი ჩვევები უნდა მაგას რომელსაც ეთყობა ვერ ვახერხებდა ან ვერ ვისწავლე არ გამომივიდა ხო და მეგობრები რა აი ძალიან ახლო მეგობრები რომლებიც თაში დადიოდნენ ან სტუდენტობის დროიდან ვიცნობდი ან რაღაცა ისე უჩნდებოდათ სიმპათია და ესე მეხმარებოდნენ და ამიტომ ამ იმას ისეთი უხერხული არ იყო თან იმდენად კარგი ურთიერთობები მქონდა რომ უარს თუ მეტყოდნენ ასე ვთქვათ ვიცოდი რომ ნამდვილად არ შეეძლოთ ანუ ხო იყო და არა რა ეხლა როგორც გამოდის რაღაცა ცოტა დიდ საზოგადოებას ანუ შეიძლება ბევრ ადამიანს მოუწიოს ბევრ ადამიანმა გადაწყვიტოს რომ ხარში დაგვიდგეს რა და რომელსაც უმეტესობას რა თქმა უნდა ალბათ არ ვიცნობ ან რაღაც ან პირადად შეიძლება ვერ შევხვდე მადლობა ვერ უთხრა და ესა და იმიტომ ცოტა ესე უხერხულად გვიძნობ თავს ეს ძალიან ახალია ჩემთვის მით უმეტეს შეიძლება ამ საუბრის დროს ბევრჯერ თქვათ რომ ჩვენი ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია მე რასაც გრძნობ რასაც ხედავ და ეს და ეხლა აი ვინმესთვის რაღაც თითო ლარის მოკლებაც კი რაღაცა ხო მეუხერხულება იმდენი ესეთი გაჭირვებული ესეთი ადამიანია რაღაც 1000 პრობლემით რაღაც ეხლა მაგრამ ეს ერთობა რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი არის არა მარტო ახლა ვთქვათ ანტარქტიდის საქმეში არამედ სხვა პრობლემების მოგვარების დროს და ხალხი რაღაცნაირად ამას ვაგვარებთ რა და ნახოთ რა როგორ წავა საქმე წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვი მაგრამ რომც არ გამოვიდეს და ეს ნახლა რა მოხდა მე ეს ამითი ვთქვათ
მე ვერ წავალ მომავალი თაობები წავლენ რა მაგრამ კარგი იქნება რომ აი ასეთ დროს ასე ყოველგვარი დიდი და რაღაც აი სახელმწიფო და რაღაც ისეთი დახმარების გარეშე ჩვენ ხალხი რაღაცა შევძლებთ რა და გვჭირდება პატარ-პატარა სიხარულები, გამარჯვებები გვჭირდება. ეს არ არის ოლიმპიური ჩემპიონობა, მსოფლიო ჩემპიონობა, რაღაც ისეთი ან სათამაშო სპორტი, რასაც ბევრი ადამიანი უყურებს რა. თან ჩვენი ხელისუფლება ძალიან არის მიმართული ამ სპორტული სიხარულების და გამარჯვებების ხალხისთვის წართმევისკენ რა. და რაღაც აი თვითონ მითვისებისკენ, მაგრამ ჩვენ ხალხსაც გვინდა ჩვენი და ეხლა ისევ ვიმეორებ ეს მარტო ანტარქტიკაზე არ არის ლაპარაკი ამ ექსპედიციაზე საერთოდ რა რომ გვჭირდება ჩვენ რომ არა ვართ რა მარტო თქვათ მოჭიდავეები ან მარტო ისინი ძალოსნები ან ფეხბურთელები ან რაღაც სხვა საქმეშიც შეგვიძლია ლიდერებში ყოფნა, მსოფლიო ლიდერებში ყოფნა და ამიტომ ყოფნის თავხედობა რომ აი დავიკავეს ადგილი ამ იმაში ექსპედიციაში ძალიან ცოტა ქვეყანა საერთოდ ქვეყნებს ერებს აქვს რაღაცა თავისი განაცხადები, მე განაცხადს ვეძახი ხოლმე ან მარკერი თუ რა დავარქვათ, რომ მე ეს ვარ, მე ეს შემიძლია მე ვთქვათ აი ასეთი კულტურა მაქვს, ასეთი რაღაც ეთნოგრაფია, ასეთი ფოლკლორი, რაღაც აი ისა ჩემი ქვეყანა, მაგალითად სასულიერო წიგნები, ჩემი ენაზეა, ჩემი დამწერლობა მაქვს, სამი ენა მაქვს, რაღაც აი ლინგვისტური კორპუსები, რაღაცები ისინი ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს ვთქვათ ტრანსატლანტიკური ისინი მოგზაურობები, ჰიმალაის ისინი ექსპედიციები, რაღაც და დაახლოებით ასეთი მაშიც გადის ეს ანტარქტიკული ექსპედიცია. ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს. ის რასაც თქვენ ეკეთებთ, ხო? ხო, ანტარქტიდული ექსპედიციები გაკეთებული. ეხლა ის რასაც ჩვენ გეგმავთ, რომ ვინსონის პიკზე ასვლას და შემდეგ ფეხით იმაზე სამხრეთ პოლუსამდე მისვლას, აი ბოლო 1 გრადუსის გავლას, ის რაღაც 150 კაცს აქვს გაკეთებული იმაში სოფლიოში. იმიტომ კი არა რომ ძვირი ღირდა და რაღაც, ხო. მოკლედ არისო ადვილი. ეხლა მე რო პირველად ევერესტზე ავედი, ეს იყო 99 წელში, მაშინ ვიყავი 1040 კაცი რა. ხო, ანუ რამდენი ადამიანი ყავს. ეხლა რამდენი 1000 არის მე რო. ხო, 99 წელს მე რამდენი 27 წელი გავიდა და ბევრი ესეთი მაშინ არც კი იყო კომერციული ისინი ექსპედიციები რა და ეხლა ბევრი კომერციული ექსპედიცია, ბევრი კომპანია მუშაობს და რამდენი 1000 კაცი ევერესტზე. მაგრამ იქ 150 კაცია. დაახლოებით ხო ახლა მთლად მთვარეს და უცხო პლანეტას და იმას ვერ შევადარებთ რა, მაგრამ არია მიახლოებით. კი, ეგრე მითქვა. ხო, ჩემთვის ფაქტიურად ახლა ანტარქტიდა მართლა უცხო პლანეტა არის. გოცეს ვეუბნებოდი, რომ სუფთა ეგოისტური იმითი სურვილით ძალიან მინდა რომ წახვიდეთ და გააკეთოთ ყველაფერი, იმიტომ რომ მინდა რომ ეს ყველაფერი ვნახო მე. და თქვენი მოყოლილი მოვისმინო რა არის იქ. კი, ყველა ასულა და ის ადრე ხშირად იყო რომ ხშირად კი არა, თავიდან ასე იყო რომ დავდიოდით ჩვენთვის რა. ფოტოაპარატი არ ქონდა, საუკეთესო ასვლები გადაღებული არ აქვს. ჩემი ცხოვრების საუკეთესო არ იყო რა ფოტოაპარატი მაშინ. მაგის დროც არ იყო, მაგრამ ეს გვინდოდა, ეს ჩვენ თვითონ გვინდოდა და ახლა ხანდახან რომ ჩვენ მეგობრები რომ დავჯდებით ხოლმე ის გთვლიან ხოლმე რა.
აი თქვათ მეუღლე ჩემი რა აუ დაჯდებით და ერთმანეთს უყვებით ერთ და იგივე ამბავსო რომელიც საერთო თავგადასავლებს რა და ანუ მაგითი ვიხსენებდით აი მაგითი მაგითი ცოცხლობთ რომ ჩვენთვის გვინდოდა ის ემოციების ყველაფერის სიხარულის გაჭირვება რაც იყო რა ხო და ეხლა უფრო ადვილია მონაწილეობა, გარეშეს მონაწილეობა. ამიტომ ბევრ ადამიანს უთქვამს შეხვედრისას, რომ ბევრ რამეში მეხმარება, ვთქვათ, შენი ასვლა, შენი წარმატება, რაღაც და აი ჩვენს დიდ ემოციას გვაძლევს ეს არის. კი, აი რომ წარმოიდგინოთ, ჩემთვისაც არის, რომ ესე იგი ეგეთი რაღაცები შესაძლებელია. ანუ თქვენ თუ გააკეთებთ, მე შემიძლია გავაკეთო და ეს მარტო იმაში კი არ ითარგმნება, რომ ანტარქტიდაზე შემიძლია რომ წავიდე. ანუ ყოველდღიურ ცხოვრებაში შემიძლია რაღაცა მწვერვალებს მივახციო, ხო? იმიტომ რომ ყოველი დღე ხო გამოწვევა და ყოველ დღეს ხო რაღაცას მართლა ადიხარ, თორემ ჩამოდიხარ, იღვიძებ, ადიხარ, მე ჩამოდიხარ, იზინებ. და ეს თუ შესაძლებელია, ანუ ჩემთვისაც ხდება, რომ ემოციურ დონეზე რომ ანუ ეგეთი რაღაცები შესაძლებელია და ჩვენ ქართველებმა შეგვიძლია ეგეთი მაგარი რაღაცები ვაკეთოთ. რაც 150 კაცაა გაკეთებული. კი, საუბრის დასაწყისში ვთქვი, რომ ახლა ძალაუფლება რომ მქონდეს ყველას ვაიძულებდი მეთქი დაში წასვლას რა და ძალიან იცვლება იმ თის მერე ძალიან იცვლება ადამიანები. ეხლა აი ბოლო ეს ასვლა რო მქონდა ბოლოს წინა უბრალოდ დაახლოებით ერთი კვირის წინ შემთხვევით მე არც ვიცოდი რა და მოკლედ ძალიან ცნობილი ბალერინა ხო ჩემი მეგობრის ასე უმცროსი მეგობრის და მარია მელოშვილი აღმოჩნდა ჩვენთან ერთად მარშრუტზე რა და სულ მაინტერესებდა რა იმიტომ რომ ბალერინები ძალიან ბევრს მუშაობენ ძალიან მოქნილები არიან და სულ ფიქრობდი აი რა მაგარი იქნება რომ თქვათ ესეთი ბალერინამ თავისი პროფესიის იმის შემდეგ რომ დაიწყოს ცოცვა მეთქი ფიქრობდი რა კალდეზე ცოცვა მაგრამ ეს გოგონა პირდაპირ ასე ვთქვათ თაზე ამოვიდა მყინვარწვერზე ძალიან კარგად და მე დაეშვა და დარწმუნებული ვარ რომ ეს ასვლა ძალიან დაეხმარება თავის საქმეში რა თითქოს სხვადასხვა რაღაცა არის განსხვავებული მაგრამ აი ძალიან ბევრ რამეში ეხმარება მე ძალიან მინდა რომ მყინვარწვერზე წამოვიდეთ თუ თქვენ წავიდეთ თუ თქვენთან ერთად მაგრამ ისედაც ძალიან მინდა რომ წამოვიდეთ აი წავიდეთ მე მომავალ წლიდან მარტო ქართველებთან უნდა ვიარო და აღარ მინდა უცხოელებთან რატო იცი როგორ არის ძალიან დიდ ემოციას ხარჯავ რა ყველა ასვლაზე და ისედაც ფიზიკურ ძალასაც რა და ეს ყველაფერი აი თქვათ როცა ადიხარ ვიღაც პოლონელთან ერთ ეხლა ვიყავი ორი ავსტრალიელი ქალი ერთი ესპანელი და ერთი ის ვყავდა მე და ჩემ შვილს ავსტრიელი რა და დაემ ჩამოხვალ და ემშვიდობები ხელს დაუქნებ და კარგად იყავი ყველაფერი იკარგება რა როცა ქართველთან ერთად ადიხარ ყველა ასვლა ესეთია აი დიდი ემოციები რჩება და ეს აქ რჩება საქართველოში რჩება ჩვენს ქვეყანაში რჩება ეს ემოცია ეს ხო ეს სიხარული და თან ის თავის მეგობრებს კიდე უზიარებს რაღაც და რაღაცა იზრდება ასე ვთქვათ ქსელი რა ამასთან დაკავშირებული ხალხი და საქმე გამოდის მაგიდან რა ეს პოლონელი შორიდან რო ხალხს დაგიქნებს და წავა ის არც ვიცი რა შეიძლება იმისთვისაც ბევრი რამე ხდება მაგრამ აქ არ რჩება ხო ამიტომ თუმცა ქვეყანას ქართულ კლიენტებზე გადავდივარ. თქვენ ახლა რო ახსენეთ რაღაც მომენტში მარტო ავდიოდითო და მარტო ანუ ფოტოაპარატიც არ გქონდა, არაფერი არ გქონდა. მოკლედ ახლა არ ვიცი თქვენ იცით თუ არა არსებობდა ეგეთი ბიჭი მარკ ანდრე ლეკლერი. აუ ვიცი ეგ არის აი საოცრება მე გვიან რა 1-2-3 წლის წინ აღმოაჩინ ეგ იყო
მოკლედ აი ძველი რომანტიული ალპინიზმის წარმომადგენელი რა მაგარია მაგარი ბიჭი მაყურებელს ვეწყურო არსებობს ფილმი ალპინისტი ძალიან ცოტა ისინი აქვს მაგაზე მასალა არის ცოტა გადა იმიტომ რომ აი თავისთვის აი ეგ მინდოდა მეთქვა რომ ამ ფილმში არის ეგეთი რაღაცა რომ ეს ჯგუფი ხო მიყვება გადასაღებად და დაადებს ამ გადამჭრელებს გულს და თავისით წავა მაგრამ მე გაიმეორე ხო მაგრამ ამათ რო რატო წახვედი ესენი გაგიჟდებიან და ხაინ დაგზევთ ესო არისო ჩემი სოლო და უნდა ყოფილიყო სოლო თქვენ იქ რო შორიდან მაინც ყოფილიყავით აღარ გამოვიდა და სოლო და ნუ გადავირი ამ ბიჭზე ძალიან ეგ არის აი არის ესეთი საოცარი ვინმე იყო და თვითონ რო ტიპიც როგორია ძალიან საყვარელი და რა იპოვეს ხო სამწუხაროდ ესე მაგრამ თან არ იპოვეს და იპოვეს დაინახეს თოკი და 15 ფუნტი იყო ესო და შანსი არ იყო რომ გადარჩენილიყო თორე სხეული არის არ უყოვიათ ხო სამწუხაროდ ეგრე მაგრამ მაგარი ადამიანია ძალიან და დადიოდა თან ჩემთვის ყველა დიდი სიგიჟე რაც იყო რომ უთოკოთ ავიდა და უთოკოთ გააკეთა აი თანახად თქვენზე უფრო ვიცი ზუსტად რა ხდება ხო და ეგ მაინტერესებს როგორ ის არის ხარ ნამყოფი სოლო ასლაზე ხო და რა ხდება პატარ დიდი სოლისტი არა ვარ სხვადასხვა ეხლა უფრო ვაკეთებ ამას რომ უფრო ნაკლებ პასუხისგებლობას უგრძნობა ადრე პასუხისგებლობა რა ოჯახის წინაშე ეხლა რაღაცა პენსიაზე რო ვარ პენსიონერი რო ვარ გასული არ ვარ ჯერ მაგრამ პენსიონერი რო ვარ ასაკით უფრო ადვილად შემიძლია და კი ვაკეთებ ხოლმე პატარა ასვლებს რა ეხლა ეგეთი რაც მაგას აკეთებ და არა უმეტესად ვაკეთებ იმას თოკით სოლოს ანუ მარშრუტის ესე იგი თვითონ ვიკეთებ დაცვას და ესე პატარა მარტი მარშრუტებზე 4-იანი 5-იანი კლდოვანი ჭაუქი და კარგი საინტერესო არის რა შეგრძნება აი მარტო მიდიხარ რომ შემახედეთ მაგ სამყაროში რა მარტო მიდიხართ არავინ არ არის ეს არის შეედრება ახლა ის ჰონოლდის და ან მისი ანდრეს მას ასრულებს ან რაღაც მაგრამ თვითონ ძალიან სასიამოვნოა აი სრული კონცენტრაცია აი მარტო ყოფნა რაღაცა ის საკუთარ თავთან ეს არის საუბარი რაღაც აი რაღაცა ამ იმაში გარსში ყოფნა თვითონ ალპინიზმი ხო ბედნიერების გრძნობას იმიტომ იწვევს რომ ყოფა ცხოვრებისაგან გიწევს ეს გამოთიშვა რა სრული რა ხდება იმაში სახლში წყალმა გაჟონა თუ ნატურა გამოსაცვლელი თუ ბალახია გასაკრეჭი და ისა ეგ ხო ეგ არ გაწუხებს რა არც არავინ დაგირეკავს რა იციან რომ ეხლა თორე ადრე ხო არ იყო ეგ დარეკვა რომ დაგირეკავს იციან რომ შენ უნდა დაურეკო და ელოდებიან სულ მუდმივად ელოდებიან რომ შენ დაურეკო როცა დრო გექნება შენ არ დაგირეკავს არავინ რომ შეგაწოხოს და ამიტომ აი ესეთ მასში ყოფნა ესეც სრული გამოთიშვა იწვევს რა ბედნიერებას მაგრამ მეორეს მხრივისგანც არ გაქვთ რომ მაგალითად მარტო როცა მიდიხართ რომ არავინ არ არის მშველელი რამე რო იყოს ხო მშველელი მაინც ზედაც არ არის რა თქვა ქოვითაც რო იყოს ვინმე ხო ბანაკში რო იყოს ვინმე არ არის მაგრამ ისე უბარებ რა ოჯახს უბარებ უმეტესად შვილს რო აი ამ ამაზე მივდივარ მარშრუტზე ამ დროს საკონტროლო დრო ქვია რომ აი ამ დროს უნდა დავბრუნდე არა ვარ ახლა დიდი სოლისტი და ის არა ვარ ადრე რო ყოფილიყო ალბათ უფრო საინტერესო იქნებოდა ამ ბიჭის შემთხვევაში ეგრე იყო რომ შეყვარებული იყავდა გოგო და
არ გამოჩნდა რაღაცა კონკრეტულ დროს და იმ გოგო მატეხა განგაში და თან გადაფრინ ალიასკაზე გარდაიცვალა. ხო, მაქვს ეგ ფილმი ნანახი და მაგარი ადამიანი. ძალიან კარგი ბიჭი იყო ისეთი რაღაცნაირი. არ ვიცი, თან ყველაზე მეტად რა მომეწონა ტიპაჟი როგორიც იყო, აი ესე რომ გვაჩვენებდნენ და უცებ ეს ტიპი რომ ადიოდა მთაზე და უცებ ხდებოდა ამ ადამიანის სრული ცვლილება თითქოს რა ცანცარა ტიპი იყო და მთაზე ვადით და ხო ცოტა რაღაცა მე არ ვიცი მაგრამ ეს აუტისტი ADHD ქონდა ხო მე დედამისს ლაპარაკობდა ინტერვიუში რომ ADHD ქონდა მაგრამ რას მომვიცით რომ აი უცებ აი ესეთი ცანცარა ტიპიდან იქ იყო დახვეწილი მოძრაობა ხელი ეს ყველაფერი ეს არის ესეთი აი ნელი და ზუსტად გამოზომილი და როგორც ჩაოლებრივ ასვლის დროს მაგრამ ახლა როცა პარტნიორთან ერთად მიდიხარ რაღაცა აქ რამდენჯერმე მეტი გჭირდება რა სიზუსტე და ხო აი სიზუსტე ყველა მოძრაობაზე ესე კატასავით რომ ნელ კარგია ცუდი არა მაგრამ ნუ ეს დიდი აი ხანდახან მეშინია ხოლმე რომ რაღაც ამ მომეტებული მიცი ფოტო ვიდეო და იმების კადრების და იმის საშუალების გამო რაღაცა მომზადებელმა არ დაიწყოს ასეთი ასვლების გაკეთება რა ეს გროვდება რა ეს გამოცდილება ცოდნა ეს თავდაჯერება რაღაცა და იმდენი ცოდნა გამოცდილება და იმდენი შესაძლებლობები გაქვს რომ იმის ნახევარს ხარჯავ მარშრუტზე რა ანუ კიდე მეტი შეგიძლია რა და აი თუ შენი ასვლა რაღაცა აი ზღვარზე გადის შენი შესაძლებლობები ზღვარზე მაშინ ასეთ შემთხვევაში ძალიან საშიშია რა და ამიტომ ამის რეკლამას მე ვერ გავაკეთებ და მით უმეტეს მარტო ხო მარტო იმაზე ხო ანტარქტიდის შემდეგ გაქვთ შემდეგი რაღაც თავში რაც უნდა ადგილი გამოწო Ja, bara სხვადასხვა ის, მაგრამ ახლა მაგაზე ლაპარაკი არ არის რა. რა, აი რამე მთა გაქვთ რომელიც გინდათ რა მთა? ხო. გეგმები სხვები მაქვს ესეც საინტერესო ესეთი შედარებით მარტივი შესასრულებელი მატერიალურადაც მაგრამ მთა უცნების მთა არის ტრანგოტაუ ესად არის ეგ არის იმაში პაკისტანში არის რა ძალიან ისეთი რამდენი არის ეგ იმ 8000 მეტრებში შედის რა არის ეს მოკლედ ალპინიზმი თამსვლელობა არის სხვადასხვა ტიპის სხვადასხვა კლასის არის რა მარტივად რო ვთქვა კლდოვანი ტექნიკური სასიმაღლო ტექნიკური, სასიმაღლო ასვლები, ყინულოვანი ესეთი ასვლები რა. სხვადასხვა აღჭურვილობას, სხვადასხვა მომზადებას მოითხოვს, სხვადასხვა ზოგჯერ აი ფიზიკური აგებულებაც კი შეიძლება შეატყო რომ აუ ეს მოსიმაღლეა, ეს იოსემიტას მცოცავია, ეს რაღაც ან ჩაცმულობაზე თავისთავად. ხო და თვითონ აგებულებით რა. და ტრანგოტაუერი არის დაახლოებით 7000-მდე 6000 რაღაცა არის და ანუ მაღალი მთა არ არის, მაგრამ არის ტექნიკურად რთული რა, კედელი ეს არის და ეგ ყოველთვის მინდოდა ნახოთება. რა გიშლით ხელს? მოკლედ გუნდი. გუნდთან ერთად დახვიდე მან. გუნდთან ერთად ნავიდე ადრე რამდენჯერმე ბევრი გუნდი მყავს გაკეთებული მქონდა ასე ვთქვათ შექმნილი რა და მე იშლება რა ეს გუნდი სხვადასხვა ის გამო ფიზიკური მდგომარეობა ჯანმრთელობა შეხედულებები ასაკი ამბიციები ეს გუნდი რთული რამეა ოჯახზე უფრო რთული რამეა რა და პოლიტიკური შეხედულებებიც კი მას მოქმედებს. ხო და ამიტომ არ გამომივიდა ჯერ რა, მაგრამ ეხლა თვითონ ფინანსურად აი ეს ექსპედიცია თუ გამოვიდა, მაგის
მაგის მიათედი გავაკეთებ ექსპედიციას და ეხლა უკვე ახალგაზრდების გუნდი მყავს, მაგრამ ეს ახალგაზრდები იმედია წამიყვანენ. არ დამტოვებენ, იმიტომ რომ მე ისეთი მაგარი ვეღარ ვიქნები ახლა როგორც ახალგაზრდები არიან რა და გავაკეთებთ. და მე ვილაპარაკოთ აუცილებლად, ძალიან მაინტერესებს. იმასაც ვუყურავდი ხა რატო გითხეთ 8000-იანი თქო რაღაც იმაში ჩავრჩი ეთყობა ეს 14-ვე წვერვალი და დალაშქრა იმ ბიჭმა ნება ხო ეხლა რო გარდაიცვალა მაგას ვუყურავდი მაგაზეც ხო დოკუმენტური ფილმი გადაღებულია როგორ ადიოდა რაღაც რეკორდი ხო მოხსნა 7 თვემდე გააკეთა ეს ყველაფერი ჯამ მაგრამ მე შოედმა ქალმა გააკეთა კიდე მაგაზე უკვე კაცო რაღაც სამთვეში და მოკლედ მაგ ძალიან მაგარია ის ხო სამხედრო იყო და ხო სამხედრო ხო მოკლედ ნახავთ იმას ინფორმაციას მაგრამ ეს იყო სასიმაღლო ასულები რა ეს ძალიან განსხვავებული სტილი არის და განსხვავებული ღირებულების არის რა თვითონ ეს აი რა გულისხმობს ფასი თვითონ თვითონ ექსპედიციის უფრო ძვირია ხო ახლა მაგალითად ევერესტის ასულები ხო ჩვენ რო გავაკეთეთ მაშინ სადღაც აი მეორე ექსპედიცია რუსთავი 2 იყო ჩემი ეროსი იყო ჩემი ეროსი კომთამსვლელი იყო გიწმარიშვილი და ერთად დავდიოდით და უმცროსი იყო ჩემზე და მაგი ეგ იყო სპონსორი ეროსი იყო ჩემი $8000 მომცა აქედან დაახლოებით 7500-მდე დამიჯდა რა და მე მგონი რა და ეხლა 40-50000-დან ზევით რა. კი, ძალიან ძვირი ღირს. და თქვენს ვამბობთ ხომ ინტერვიუშისაც მოვუსმინე რომ იმაზე ევერესტზე ასვლა ეს ისეთი არაფერი არის. კი. მაგრამ მაშინაც არაფერი არისო. აი როცა სურვილი რა თქმა უნდა იყო თუ გაგიჩნდება მაგის საშუალება რომ ახლა ევერესტზე წადო და წახვიდე რა თქმა უნდა გინდა და ეს და ეს არის რომ ყველაზე მაღალზე ადიხარ სადაც ასვლა შეიძლება ფეხით რა იმის იქით უღარ რა თქმა უნდა არის მაგრამ თვითონ ახლა რო თქვა რომ აი ესეთი სურვილი ამისი ყოველთვის გაქვს, მაგრამ საამაყრო აი მე ევერესტზე ვარ ნამყოფი, ეგრე არ არის. თავსვლელისთვის არ არის და ეხლა ჟურნალისტისთვის ან ვიღაც იმაში აუ ეს ევერესტია ნამყოფი. ხო, შეიძლება რაღაცას ნიშნავდეს, მაგრამ რეალურად არ არის, ჩემთვის არ არის. იმიტომ რომ ტექნიკურად არ არის რთული? ტექნიკურად ხო და ბევრი ადამიანიც არის ახლა ნამყოფი და არ ახლავს ახლა თვითონ ასვლის დროს ისეთი ემოცია არ არის. აი მაგალითად ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სასიმაღლო ასვლებზე თუ ვილაპარაკებთ, ჩემთვის არის გამარჯვების პიკი. ეგ არის ტიან-შანზე. ყველაზე ჩრდილო 7000-იანი არის. 7429 მეტრია. სამჯერ ვარ ნამყოფი რა. მაგრამ აი მაგალითად ახლა გუშინ წავიკითხე ინფორმაცია ჩემი მეგობარის აქვს ბანაკი მაგა დიმიტრი გრეკოვს რა და ისერდა რომ მორჩა დღეს რიცხვი რამდენია გამახსენეთ 12-ია ხო 12 აგვისტო და ისა სეზონი დაიხურაო გამარჯვების პიკზე ასვლის სეზონია ანუ და არავინ არ ასულა ანუ ისე ხდება რომ ხანდახან სეზონის განმავლობაში ვერავინ ვერ ადის რატო რთულია ძალიან რთული არის რა. ანუ კონდიცია არის ისეთი ხო, ჩრდილოეთია, მაგრამ მარშრუტები ტექნიკურად რთული არის, ყველაზე მარტივი მარშრუტი რითაც მე ვარ ნამყოფი არის აი ორი პიკის ტრავერსი უნდა გაიარო ვაჟაფშაველა და მე მწვერვალზე წახვიდე ეს ქედი თვითონ 6900 მეტრის სიმაღლეზეა ეს ქედი და ამას დაახლოებით 5 კილომეტრიანი ქედია ამის გავლას და მთელი სიცოცხლე ჭირდება და ვიღაცები დარჩენილები არიან მაგა და ძალიან ისეთი. ამიტომ
ეს ახლა მთამსვლელისთვის შეუძლია თქვას, რომ იმაზე ყობედაზე ხო ან პოგრესულა თქვი, ახლა გამარჯვების პირზე ვარ დამყოფი რა და ევერესტზე ხარ დამყოფი ამას არის. ევერესტი ისეთია რა ყველადანის ხო? ახლა და აი მან შანგვადით ახვედით? გამარჯვებაზე? ხო. არა. ჟანგვადის გარშე. 7000-იანებზე არა. არ გჭირდება ჟანგვადი ზოგადად ანუ 8000-ზე გჭირდება უკვე თუ როგორ არის? ჟანგვადი ნახმარი მაქვს ევერესტზე ორივეჯერ მეორეჯერ არ მინდა და მეხმარა მაგრამ ისა ცხვირის ოპერაცია მომიწია წასვლის წინ გაკეთება. ხო და აღდგენა ვერ მოახერხე, ამიტომ მეორეჯერაც ვიხმარე და ხოცეზე მაქვს ნახმარი. სხვაგან არა. ჟანგვადის გარშე დიხარ თუ? ეხლა მე მაინტერესებს ეს რაღაცა დაავადება კი არა და აღარ მახსოვს სახელი რა ქვია, მაგრამ სიმაღლის. აი ჟანგვადის ნაკლებობისგან რო გეწყება, გქონდათ ეგ? ეგ ყველას ჰალუცინაციები და რაღაცეები რო გეწყება. ყველას აქვს ეხლა გაჩნია ორგანიზმს რო ეხლა ზოგი შეიძლება წყნად შეასვლის დროს გახდეს სუდად და ვიღაცა მაგრამ ის ხო სხვა რაღაცა არის ვიღაცა ბახმაროში ვიღაცა იალბუზე ან სხვათა შორის ბებიაჩემი მეუბნებოდა ხოლმე რომ გაიგო რომ თაში დავდიოდი ბახმაროზე მაღლა ნამყოფი ხარ ნენა კითხე გურულებისთვის ბახმარო ხოლმე თავარი საზომია მაგარი საზომია თუნდაც ისვენებდა და ისა კაია მაგრამ შვილიშვილებთან და კაია მაგრამ ბახმაროს ვერ ჯობია ხოდა ისა სხვადასხვანაირად აღიქვამს რა ორგანიზმი აი 7-ზე 7-ზე გკივა თავი გკივა ხარ ისა შენელებული ძალიან გზნობიარე ხარ რაღაც თქვა სუნებზე აი საჭმელზე იმაზე ჭამა არ გინდება ეძახი აი ტოქსიკური ორსულობას აქვს ეს არის ხო და ნუ ძილიც ის არის ცუდი ვერ ისვენებ აღდგენას მაგრამ აკლიმატიზაციის მეორე ასვლის დროს საბაზო ბანაკი ქონდა 6100-ზე რა და ანუ ცხოვრობდით დაახლოებით ერთი თვე 6100-ზე მაგრამ აი თქვა პირველი ეჩვეოდით თუ რატო ცხოვრობდით 6100-ზე ერთი თვე არა ეს ასვლა ესე არ არის რომ ადგე და მიხვიდე და ახვიდე ხო ცხოვრობ იქა რამდენიმე დღე გჭირდება რომ ბანაკი ეს მოაგვარო მოაწყო პატარა აკლიმატიზაცია გაიარო მე ადიხარ თქვა 6100-დან 7000-ზე ღამეს 10-ევი ბანაკს დაწყობ ჩამოდი ხარ რამდენიმე დღე ისვენებ შეიძლება ქვევი წახვიდე კიდე რომ აღიდგინო მწვანე ზონაში სადაც ჟანგბადი მეტი არის აი რომ ჩამოდიხარ და ვიგზნაობ რომ სუნთქო მე ისევ ზევი 7500-ზე ბანაკს აღდგებ ჩამოდი დაახლოებით ასეთი ის არის აკლიმატიზაციის გარეშე 7000-იანებზე ყოფილი ვარ რა. 2-3ჯერ რა, მაგრამ ნუ რთულია, ძალიან რთულია და ესეთი. საშიში. როდესაც სახზე ვფიქრობ, ხოლმე საცხოვრებელი სივრცე არ გახსენდება. სახლი არის ადგილი, სადაც შენ ქმნი შენს მომავალს, შენს სიმშვიდეს და შენს ცხოვრებას. სწორად ამას გვთავაზობს დეველოპერული კომპანია მეტროპოლი. კომპანია, რომელიც ქმნის ყველა ტიპის უძრავ ქონებას, მეტროპოლი გეხმარება იპოვო შენი სახლი, რომელიც შეესაბამება შენს ცხოვრებას, შენს ცხოვრების სტილს და სურვილებს. მეტროპოლი, სახლი, რომელიც ჩაიფიქრა. ევერესტზე მეორე რატო გინდათ ჟანგბადის გარშე ასვლა? აი, მაგ დროს რა არის თქვენ შესაძლებლობებს, თქვენ ადამიანებს შესაძლებლობებს ამოწმებთ რა არის თქვენი ზღვარი თუ რატო გქონდათ ეგ სურვილი? ზოგადად აი ეგ დროს რა ხო ეს სულ მთელი ცხოვრება ალპინის თამსვლელი ცხოვრება ეგ არის ნორმალურად ეგრე უნდა იყოს რომ აი რა შეგიძლია აი რამდენს გაუძლებ რას გააკეთებ ის ეს ფაქტიურად შეჯიბრი არ არის რა შეჯიბრი არ არის მაგრამ აი შენს გვერდით ყოფები ვინც არიან რა ამას ყველაფერს ხედავენ რა
ყველაზე კარგად ჩანს შავი და თეთრი და ვის რისი რა აქვს და რისი თავი აქვს. ჯგუფში უშუალოდ ხო? ჯგუფშიც და იმაზე თქვათ ჩახვედი რაღაც რეგიონში არა და აქ მუშაობ აი გინდა ჰიმალაებში ან პამერში ან იმაში აქ ბევრი ისინი ექსპედიციები არის ხოლმე ზოგჯერ სხვადასხვა გუნდები სხვადასხვა ჯგუფები რომლებიც ზოგი იცნობს ერთმანეთს ზოგი არ იცნობს მაგრამ იქ ყველაფერი ჩანს რა ვინ როგორ მუშაობს რა ტემპით დადის რა შეუძლია რა სტილით როგორ რაღაც ხო და ამიტომ შეჯიბრი დათქმული და ესეთი არ არის ანუ სტარტს და იმას არავინ არ გაძლევს მაგრამ მაინც რაღაცა ეს გამოდის რა და თან თამსვლელს წესით მარტო თავისი კოლეგის თავისი ნაირის აზრი აინტერესებს თავის თავზე თორე ახლა იქ ვიღაცა რა სიტყვის რას დასწერს ან მაშინ მის ქვეყანაში ან მაშინ ეგ ესეთია ხო მაგრამ ის იცი რა ერთხელ რო ნახე ის მთელი ცხოვრება იმას იმახსოვრებს ან შენ გიმახსოვრებს რაღაც ამიტომ დაახლოებით ასეთი რამეა ახლა ეს მისი გრძნობდი რომ შემეძლო რასვა ფიზიკო ხო ეს იყო 2003 წელი ესე იგი მე ვიყავი 53 წლის და ეგ საუკეთესო ასაკია იმაში სასიმაღლო ასვლის დროს რა და მაგრამ არ გამომივიდა რა ნუ რაღაცა ნაწილობრივ გამომივიდა იმიტომ რომ მე აღმოჩნდა რომ დაშვების დროს მე და ის წერან იმაზე პოლარულ იმაზე ვასილე ლაგინზე რო გიყვებოდით მაგისი კარგი ფილმებიც არის იმაზე თუ ერთად ავდიოდით, ერთად ცხოვრობდით, ერთ კარავში ერთად მუშაობდით რა სულ და ასვლის დროს რაღაცა ჩამორჩი რა, ჩამორჩი და მოკლედ ის ჩამოვიდა, მე ავედი რა ამ წერვალზე და ამან ცოტა ჩამომასრო იმაში ბანაკში და მე აღმოვაჩინე რომ მოკლედ ეს ჟანგბადის ის ბალონი ის ჟანგბადის ნიღაბი არის ნახევრად რეზინი, ნახევრად ტყავი, რაღაც ნახევრად ღია ქვია რა. და აქვს ასეთი სარქველი აქვს რომელიდანაც რომელშიც ჟანგბადს რომელსაც ფქიანად ვერ ისუნთქავ რაღაცა ბურთში გროვდება რომ გარეთ არ გაიფანტოს მაგრამ ამოსვისთვის აქვს ისა სარქველი რა რომელიც იყინება ეს ისა ყინულის ლოლუები და ისინი იყიდებაზე და ამას პერიოდულად იმაშებოდი ვამტრებდი ამ ლოლუებს რა და მოგეს ჩამორჩენა ჩემთვის უჩვეულო იყო იმიტომ რომ მთელი ეს ერთი თვენახევრის განმავლობაში ერთადნაირად მოძრაობდით და ბოლოს ჩამორჩი რა და რო ჩამოვედი მე აღმოაჩინე რომ ეს სარქველი ეტყობა ამის დროს ამოვაგდე რა ანუ დარჩა დიდი ასე თქვა ნახრეთი ამ იმაში საიდან ჟანგბადი პირდაპირ კი არ გროვდებოდა და პირდაპირ გამოდიოდა ამიტომ რაღაცა ნაკლებობა მქონდა ასე თქვა მაგრამ ანუ სურვილი რა თქმა უნდა მქონდა რომ ავსრულებო მაგრამ აი როგორ იცით რა აი ქონიათ ეგეთი მომენტი რომ იფიქრეთ რომ აი შემიძლია აი ხო თქვით რომ შენ შესაძლოა ამოწმებ რა ადამიანი როცა და როდის ხვდები აი რას გრძნობთ რომ ხვდებით რომ აი მე ხა ეს შემიძლია მე ამას გავაკეთებ და მე ვთქვათ იქ რომ ახვედი და ხვდები რომ შეცდი ქონიათ ეგეთი ანუ წინასწარ გიგიძლია ხო რომ შეგიძლია ეგ ძალიან კარგი ის არის გრძნობა არის რა აი თქვათ აი კარგ ფორმაში რო ხარ კლდეზე ცოცვის აი შენს მაქსიმუმს როცა ცოცავ რა და აი ქუჩაში რომ მიდიხარ აი გრძნობ რომ შეგიძლია ამის არის გაფრენა და აპირო რა ისეთი ან აი რაღაც ახალგაზრდობაში განსაკუთრებით მაინც ყველა იმას შენობას განსაკუთრებით ძველ შენობას იმას უყურებ რომ აი მარშრუტს არჩევ რა როგორ შეიძლება გაიარო რამდენ წამი რამდენ წუთში როგორ ჟანხებს ანუ ხო და ეგ ის არის კარგი გრძნობა მაგრამ იქ უნდა მიხვდე მე რომ აი ამის მეტი აღარ შემიძლია ნუ ეგ ბერჯერ მქონია ეგეთი შემთხვევა რომ აღარ დამთავრდა რა აი როგორც ელემენტი რაღაცა ამოიწურა ხო ნატურა ნელა რო ქრება ისე ქრება რა შესაძლებლობები ყოფილა შემთხვევა რომ
დიდ სიმაღლეზე აი წელამდე თოვს რომ მიარღვევ და რაღაც გზნობ რომ შეგიძლია და მოკლედ ისე მოხდა რომ რაღაცა აი ზავშიც მოვყევით რაღაცა ისე და ამის გამო სუწა იყო ენერგია ის გაქრა რაღაცა და აი თქვი რომ მე უნდა დავეშვა უნდა მიბრუნდე რა და ეკო ძალიან რამდენჯერმე მეტი დრო და საათი დამჭირდა თქვა რომ ჯანმრთელი რო ყოფილიყავი თქვა დაშვებაზე რამდენჯერმე მეტი დრო და ეგ მე მგონია რომ ეგ ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება არის თქვენს საქმეში რომ მიხვდე როდის ახალ შეგიძლი და თან შენმა იქ გომარდა გიწყოსი იქ რომ მიდი და არ გააწურინო ხო აი ასვლის დროს ამ ენერგიას ისე ხარჯავ რომ აი წვერზე რო ხარ კიდე ნახევარი კონდეს უკან დასაბრუნებელი შემთხვევები არის რომ შეიძლება 200 მეტრი დააკავდეს და ვერ მივიდეს ბანაკა და მაგ დროს გააქვთ აი საკუთარ თავთან შეგრძნება რომ აი წავაგე ან რაღაც ეგეთ გზნობას გზნობთ არა ხო ეგ ახალგაზრდობაში კი მაგრამ ეხლა ჩემთვის და ამას ახალგაზრდებს მივადევნები რომ თავარი არის პროცესი თვითონ ეს პროცესი და კარგია ეხლა ამ პროცესს თუ ახლავს წვერზე დგომა და წვერვალზე დგეხარ და არ გიხარია რა კარი მიაღწი რაც არის მზადებოდი თქვა მთელი წლის განმავლობაში მე ექსპედიცია მომზადებული შოვე რაღაცა ექსპედიციისთვის და ახვედი ბოლომდე მიიყვანე მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ეს პროცესი რა თვითონ ეს პროცესი ეხლა იქ 50 მეტრი დაგაგდა 10 მეტრი დაგაგდა ცუდია როგორ შეძლი 200 მეტრი რა მაგრამ ეს ხო შენი იყო ამას ხო ვერ გართმევს ამ პროცესს რა და შენ მაქსიმალურად დაიხარჯე რაც შეგეძლო მაქსიმალურად გააკეთე და ის შიშის და იმის გამო კი არა რაღაცა აი ეგრე გადაწყვიტე რეალურად გადაწყვიტე რომ ეხლა უნდა მივბრუნდე ეს არის ზღვარი ჩემი რა ეს არის ჩემი ზღვარი ანუ შეიძლება ეს არის შენი გვერდით ყოფის ზღვარი და ამიტომ იმის სიცოცხლისათვის აუცილებელია ხო ეს მარტო ხო რა ხარ ესეთი ამბე და ეხლა თქვი რომ ახსენეთ ზავში მოვყევიო აი რა არის როცა ხარ და ხედავ რომ ზავი მოდის ანუ შიშზე მინდა ზოგადად რომ ვილაპარაკოთ მაგრამ ეგ მომენტი მინდა რომ შემოგზნობინოთ აი ესე ვთქავარ და მოდის რაღაც ურჩხული და მე აი მაგ დროს რა ხდება შენში ანუ როგორ იკრებთ ძალას საერთოდ როგორ დგახართ არა არაფერს არ დგახარ ის თვითონ აკეთებს ყველაფერს შენ მარტო გეშინია ხო ანუ რაღაცა სტილობ რა მაგრამ სინამდვილეში ბევრს ვერაფერს ახლა აი დგახარ და იცი რომ ცუდად გილასახარ რა ცუდად ახლა ეს იცოდი წინასწარ მოკლედ დიდი ჯგუფი ვიყავით მაგრამ ჩემთან ერთად ერთი პორტუგალიელი იყო ძალიან ესეთი კარგი მთამსვლელი რა და უთხარი რომ ცუდად საქმე კიო მითხრა ცუდად არის საქმე 2 წუთში აი დგახარ რა და აი ფერდი რაზედაც დგეხარ იცი რომ არ არის სტაბილური არ არის და უცბად ეს იქცევა აი დინარე და აი მთის უზარმაზარ მდინარე და მიგათრევს რა და ნუ მაგ მოახერხეთ ის რომ ისე იყო რომ ეს მოწყდა რაღაც ძალიან აპირზე ვიყავით და რაღაცნაირად გადმოგორდით და გვერდზე დავრჩით რა ზო რაღაც 10 მეტრი გვათრია და ნარჩენები წაიყო და 500 მეტრი და 10-რია და ზოგი დაამტრია და ხო ნუ ხდება ხოლმე მაგრამ იმ მომენტში მაგ თვითონ იქ ისაკეთებს ყველაფერს რა ყველაზე მორტალი არის მე არ მომწევია ეგრე რომ აი რომ ჩაგმარხოს და ეგაჩერებული და იქიდან უნდა ამოხვიდე თუ ვეღარც ამოდიხარ არა ვერ ამოხვა იმას სწავლების დროს მარხავთ ხოლმე იმას ბავშვებს ახალგაზრდებს რა როგორია თიცაც ვერა მოძრავებს ისეთი არის მის არაფერი არის მის სრული სიბნელია სრული ამე უკეთეს ლაპარაკი არა მინდა მე იცით რა მინდა ის კი არ მინდა ტრაგიკული შემთხვევა მოუყვეთ კი არ მინდა ეს ნებისმიერი ფილმი რო ჩართოთ მაგას ნახავთ იმდენი არის მაგაზე გადაგ მაგრამ მე მინდა რომ აი თქვენი
თქვენი მომენტები გრძნო, როდესაც აი ამაში იდექით, ანუ მომდოს რა არის შიშია, სიკვდილის თვალებს ჩახედეთ, გადარჩენას ფიქრობდით, თუ აი ეგ რა შეგრძნებათ, თუ ინებდებით მაგ მომენტში. იცი რა არა, დანებებით არა. იცი რა არის დიდი ხნის პრაქტიკის და ამის შემდეგ არის რაღაცა ისეთი მოძრაობები, რომელსაც შეიძლება ჩვეულებრივ შემთხვევაში ვერ აკეთებ, აი რაღაცა უვარდება რა, რაღაცას იჭერ, რაღაც ანთოკი, რაღაც ხო ესეთი ის არის ესეთი რეაქციებია რა და აკეთებ იმ მოძრაობას, რაც საჭირო არის გადარჩენისთვის. ასევე ეს თქვა რომ მოდის ეგეც რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, რომ ყვირი ან ვიღაცა ყვირის რა, ვინც ხედავს ამ ქვას რა და იმის ინტონაციაზე დაახლოებით ხვდები, რომ რა მიმართულებით მოდი, შენ რა მოძრაობა უნდა გააკეთო, უნდა დაიმალო, ამ იმის ჩაფხუტის ქვეშ შეძრე ფაქტიურად ან მოეფარო, ან ინტონაციით ხვდები, შენ კიდე დრო რო ახედო და ის დაინახო რა იმის მიმართულება და მე ბოლოში გააკეთო ეს მოძრაობა. აი რაღაც დაახლოებით ესეთი რამეა, ახლა ისე წინასწარ ეხლა ეს რომ მოხდეს, ასე გავაკეთებ, ვერ იტყვი რა. მაგრამ რჩები, ხო. სხვა გზა რა გაქვს. ხო, ძალიან საინტერესო. მაგაზე არ ფიქრობ ახლა რა აი გადარჩი და აი ეს ისე დედაჩემმა რომ იცოდა ხოლმე რომ ეს ცხონებულმა რომ აი რამდენჯერ გადავრჩი, ანუ აი ბიძინა რო ჭაში იყო და ვედრო რო თოკი გაწყდა და გადაარჩა. ხო და ასეთ რამეს ბევრჯერ არის ხოლმე რა, მაგებს არ ითვლი. არ ითვლით, ხო? არის რა. ხო, იგი განუყოფელი ნაწილი არის. ხო, მაგრამ თუ ახლა ეს შეცდომებით არის გამოწვეული, რომელიც ჩანს რა შეცდომა, მოკლედ ზარმაცი გიდი ასე ვამბობთ ჩვენ ხოლმე ზარმაცი გიდი. იგივე ზარმაცი მთამსვლელი მალე კვდება. ამას თუ დაიზარებ რომ ეხლა ამას არ გავაკეთებ მე აი ამ კვანს არა უშავს რა. ეს სიტყვაზე კვანს ვამბობთ რომ უამრავი რაღაცა არ წავიღე ის რაღაცა თქვენი არავდექი იმ დროზე თქვა ნახევარი საათით გვიან გავედი და გეგმილზიან რა. შეიძლება ზუსტად ის გელოდებოდეს იქ ზუსტად ის ზვავი ნახევარი საათით ადრეოს გაცდენოდი ნახევარი საათით ადრე ან რამდენიმე წუთით ადრე ის ქვა მოკლედ ბევრი რამე ხო და ასე ვამბობთ რომ ანუ თუ წინასწარ შენ ის ზარმაცით არის ეს გამოწვეული შეცდომები ეგენია თქო უნდა გროვდება და მე შედეგია ხო და ეს რისკები რაც შეიძლება უნდა მოიცილო ესე ვთქვათ აი გეგმის დროს ხო და თვითონ მუშაობის დროს რა ის სიტყვაზე დილას რო ავდექი თუმცა აი ნებისმიერ ეს გავაკეთე სიტყვაზე ვთქვათ ამ ტურზე მიდიხარ რაღაცა მანქანა შევამოწმე მანქანა ბენზინი ჩავა ის გენი ნელ-ნელა ის ხიზლა თავარისო აი პატარ-პატარა რაღაცები რომელიც შეიძლება ყველაფერს ამას იცილე. მე რაღაცა მაინც რჩება რა თქმა უნდა, მაგრამ ის ხიფათები შედარებით ნაკლები შანსია დაგემართოს რა. აი რაღაცა ალბათ არ უნდა მოაგროვოს მასლა შეცდომა. რამდენი პროცენტი შეიძლება რომ არსებობდეს გაუთვლელ, რასაც წინასწარ ვერ გათვლი რა, აი რომ დაგეგმე ყველაფერი გათვალე მარშრუტი ნახე ის ნახე და აი რაღაცა 1%, 2% რომ აი უცებ რაღაცა. ასე მათემატიკურად არის, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არსებობს რა. და ყველა შემთხვევაში ვცდილობთ რომ რაღაცა შეცდომა ჩანდეს, გამოჩნდეს რა. მე განხილვა ხო, ანალიზი როცა მიდის იმაში რა. თუმცა არის რა შემთხვევები, როცა აი მე რო ყოფილიყავი ახლა იმ ადგილას ასე არ მოიქცევოდი, მაგას ვერ იტყვი რა. ახლა ვთქვათ, ახლა უახლოესი შემთხვევებია, ვთქვათ ის რა ქვია არჩილის, პადრიაშვილის ისა რომ
აი ვერაფერს ვერ ნახულობ რა, უბრალოდ იყო რა და მაშინ გაფუჭდა ეს ამინდი იქ იყო, ახლა იქ არ ყოფილიყო, შეიძლება ზევით ყოფილიყო, ან ცოტა ქვევით ყოფილიყო, ანუ იგივე მდგომარეობაში ვიქნებოდით ყველა რა, ანუ ეს არ ჩანს რაღაცა თვითონ ამ მარშრუტზე მოქმედებების რაღაც შეცდომის ან შეცდომების ჯაჭვი არ ჩანს, არ არის რა ეგეთი. უბრალოდ იყო. სადაც შეიძლება ყველა ყოფილიყო. მაგ ამინდს ისე რაღაც რასაც უყურე ყველგან ამინდი არის მთავარი ამბავი და ესე წინასწარ ბოლომდე ვერ ისე იცვლება იქ რომ შანსი არ არის. ეხლა კიდე არის პროგნოზები თორე ადრე ხო საერთოდ არ იყო. იქ საერთოდ დილას გამოვიხედავდით, არ ვიდა გამოვიხედავდით. კარს ამოწამე ხომ ეს. ხო და იქ ეს მაგრამ მაშინდელი თქვა ასულები როგორ იყო იცი უფრო მეტი თადარიგით იყო რა მეტი მარაგით გაკეთებული პროდუქტი იყო კარავი რაღაცა ისე იყო რომ ეს ყველაფერი თან ქონდა ამ თქვა კედელზე თუ მუშაობდი და რაღაც ქვევით კარავი გედგა იქ მუშაობდი რა ყოფილა შემთხვევები რომ აი რამდენიმე თოკი რო და მანძილები თაში ზოგჯერ იზამება თოკებით რა 50 მეტრიანი თოკები რამდენიმე თოკი რო დავშვებულ ვართ რომ ღამის ათევამდე მიგვეღწია მე 2-3 დღე გავშრებოდით და მე ისევ თავიდან აი მისი გავლა და თავიდან დასვლა ანუ უფრო სხვა სტილი ხო და ეხა ტექნოლოგიამ მოხერხდა ზუსტად რო იციან ახლა ბოლო ასვლის დროს ვიცოდით რომ 9 საათზე დღე გაფუჭდებოდა ამინდი რა და ფიქრობდით რომ 9-მდე მოვასწრებდით რა მწვერვალზე ასვლას ის კლიენტებთან ერთად რა ზუსტად 9-ზე გაფუჭდა ვერ მოვასწარი 100 მეტრი დაგვაკლდა ამამდე მწვერვალამდე რა და მოვაბრუნეთ რა ისინი ავსტრალიიდან იყო ჩამოსულები და მოვაბრუნეთ. ნუ ახლა სიცოცხლე უფრო ის არის. გამოუცდელები. ეხლა მაშინ სხვა იყო, ეხლა სხვა სტილი. იმათ რა ქვია სერფინგის სტეპს აქვთ ეგეთი რაღაცა რომ ზღვაში ოკეანეში რა შედიან ტალღებში ანუ თითქოს ეს შეშევდივარ თო ინტერვიუს უსმენდი ერთი ბიჭის რომ ესო ბოლო შესვლა არისო რა ანუ ყოველთვის გვაქო რომ შეიძლება ვეღარ დავრუნდეთ უკან რა და მოკლედ ტალღამ ჩაყოლოს რა ეს დიდ სერფინგის სტეპსებობა თქვენთან არის ეგეთი სერფინგი ძალიან ლამაზი სანახავია და განსაკუთრებით ეს რაღაც სერიალები რო იყო რაღაც ფილმებიც ამაქვს ნახე მაგათ იმაზე ცხოვრებაზე თვითონ აი ფილმის ისინი ვინც არიან გმირებიც და მსახიობებიც რა ხო და სხვანაირი ცხოვრება ხო ტიპებიც და ძალიან ისე გარეგნობაზე და ვიზუალზე როგორც თქვა სიტყვია მაგრამ აი ეს მომენტი თქვენთან არის ეგეც რაღაც ეგეთი ის არის ნათქვამი არის რა რომ აი ისეთი რთულია რომ ყეყეჩობენ ანუ არ ვიცი ისე რაც ნანახი მაქვს მე თვითონ არავის არ ვიცნობ მე სერფინგის დაფაკი მინახია მაგრამ არ ვიგარო და ვერაფერს ვერ გეტყვი თანხმელი არ არის ეგრე არასოდეს არ ფიქრობს ეგეთ რამეზე რა არა ეგეთ რამეზე თუ ასეთი რისკია მაშინ არ წავა კაცო არ იმას არ ფიქრობს ჩვეულებრივი ის არის რაღაცა რთული გზა გასავლელი რომელიც დარწმუნებულია რომ ეს შეუძლია და ამას ბოლომდე გააკეთებს რა და თუ რაღაცა ისეთი მოხდება რომ ან რაღაც ვერ გააკეთებს მობრუნდება და ის რომ მე სიკვდილზე მივდივარ და აბა კარგად იყავით და ხო და ან ჩამოვალ ან არა ეგ არა ამიტომ ვერ დავეთანხმები კი ბატონო მე უბრალოდ მაინტერესებდა თქვენ მე ჩვენ მუშაობთ ანუ მივდივართ და ახლა რა შევძლებ ამ სამუშაოს თუ ვერ შევძლებ. ეგ ძალიან კარგია, რომ რაღაცა თავისი შეკვლის ის არ არის, აი უეჭველად უნდა აი ბოლომდე ავიდე და იქ დავსვა რაღაცა წერტილი და ჩამოვიდე რა. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეგ ის არ გაქვს, რომ რაღაცა შეიძლება გაიწიროს იმის გამო მაინც და მაინც რომ თაზე ფეხი ბოლომდე დაიდგა. რა უნდა გაიწიროს ეს თები რა ვიცი ათასობით მილიონობით წლებით გას რა და
ჩამოხვალ და ერთი კვირის მერე წახვალ ან რაღაც. ანუ ერახვალ არ დაგიმსახურებია, არ დაგიმსახურებია, არ გივარჯიშია მაგდენი, არ მომზადებულ ხა გუნდი არ შეგიქმნია მაგისთვის, თვითონ ვერ ახარ ფსიქოლოგიურად სადეტენები მაშინ სადვიდი ხარა და ვორჩარა შენი ბრალი იმან რამე კი არაფერი წინააღმდეგობა არ გაუწევია რა ის არის რა თავის ვერც კი გრძნობს რომ შენ მიდიხარ თუ მოდიხარ და ნაგავსტოვებ თუ რაშვები რა ხო და ყველაფერი არის შენი ბრალია რა იმსახურება ან არ იმსახურება მე როგორც გითხარით წინა გოცასთან ეპიზოდში ვთქვი რომ ვარ ნამყოფი ოლიმპოს მთაზე და ეს ოლიმპოს მთა გოცა მე მეხუმრებოდა რომ შენ პირდაპირ ღმერთებთან ასულყარ და დაგილაპარაკიო და მოკლედ არის ჩვეულებრივად თავიდან მიდიხარ და მე სანამ ბოლოში ახვალ რაღაც მონაკვეთია სადაც ცოცავ და ნუ ეს იყო ჩემთვის უდიდესი სიამოვნება გავერთე აი ის თის არ მე ნამყოფი არც მინახია ეგ აღწერილობა როგორი ცოცვა აი ვის მარტო იყავით არა გიდთან ერთად გიდ შაბმული ყავდი მაშინ ესე ცოცვა იყო კი ცოცვა მე მგონი კირქვებია კი და ხოთაშორის ისე რომ აი უცებ ერთ ფეხს დადგა და შეიძლება ქვა ჩავარდეს ან კედრაზე სწორფეხს რა მთლად ესეთი არ იყო მაგრამ მოგვიდოვეთ და თან ეს ჩემთვის არ იყო ესეთი ცოცავ თქვა ყოველდღე თქო მოვიტოვები ახალი გამოცდილება იყო რა მაგრამ თუ იოგას ვარჯიშობ კი მაგრამ პირდაპირ გეუბნებით რომ ეს იყო ძალიან საინტერესო გასართობი იყო იმასთან არის ყველაზე მაგარი სპორტი რაც კი არსებობს თავისუფლად შემიძლია ვერ შეედრება ვერაფერი რა ცოტათი სრიალი მაგრამ ეგეც ვერა არა ეს დაანშტამბეშტავი იყო ჩემთვის პირდაპირ რომ პრესიარული არ იყო ისეთი საინტერესო იმიტომ რომ მაინც ძალიან ისეთი ლანდშაფტები არ იშლება იქ რა არ არის ძალიან საინტერესო ხარ მაგრამ აი ეს ცოცვა იყო რო უკარო დაბრუნდი კიდე ვიძახდი რომ კიდე ხორავია მე ის მიკვირს რომ ახლა საცოცად ოლიმპოს თაზე რო წახვედი რომ შეგიძლია დაქვე მაგრამ სინამდვილეში ბოტანიკურ ბაღში რაღაც საფრთხალოზე დარბაზი არის მაშინ ვერაზე ნახეთ მაგისტრის არტოს ვარ უბრალოდ საბერძნეთში ვიყავით და ბარემ ოლიმპოს თაზე ცხოვრავით თუ ესეთი ის ქონდა და ისევ მაგრამ ჩემთვის რა იყო იცით მოკლედ ამ ცოცვის მომენტში ეს გიდი გაგვაჩერა რაღაც აღარ მახსოვს დროზე მაგრამ აი ესე გავჩერდი და უცებ ჩავიხედე ქვემოთ ანუ მაგამდე არ მქონდა ჩახედული ან ისე წავედი რომ პირდაპირ მარტო იმ გზას ვიყავ და უცებ ესე ვიხედები და ანუ რა ხდება მე მქონდა შეგრძნება რომ სად ვარ და იცით რა მაგია შემეშინე რომ ჩავარდებოდიან რაღაც ესეთი შეგრძნება მქონდა რომ უცებ დრო გაიყინა ყველაფერი გარშემო გაიყინა და მე ვიყავი მარტო იმ მთაზე და მთა და მე ვიყავით რა ესეთი შეგრძნება მქონდა და უბრალოდ აი ქვემოთ ვიყურებდი ან შიში არ იყო აი არ ვიცი ჯერჯერობით ჯერ კიდე ამდენი 2 წელი გავიდა თუ რაღაცა ვერ სიტყვებით ვერ ვხსნი მაგრამ ეს დროის გაყინვა იყო ძალიან რეალური გადახტომის სურვილიც ვარ არა არის რაღაც ეგეთი დაავადება ხო რაღაც სახელი ქვია დამავიწყდა ხა რომ აი უნდა კი გამახსენდა სიმაღლეზე რომ გამოცდა ახლოს და უნდა თუ გადა არ მქონდა ეგ უბრალოდ დროის შეგრძნება მქონდა აბსოლუტურად დაკარგული და ეგ რა არის არ ვიცი რა არის ეს ხშირად არის ხოლმე რომ მას როგორ რომ დამსვლელი ვარ და იწყებენ თავგადასავლების მოყოლას და აი ბლიცხეზე როგორ ავიდა და როგორ ვერ ჩამოვიდა და რაღაც და მასე ახლა 1000-ჯერ ისა მაქვს და კიდე გავიმეორებ რა თქვენმა იმანაც მაყურებელმაც გაიგოს რომ ცოცვა არის ყველაზე ისეთი ბუნებრივი სპორტი აი ბავშვი სანამ მას სიარულს დაიწყებს იწყებს ცოცვას ეხლა ჩემი შვილიშვილი 10 თვის ხდება ახლა და აი უკვე კიბეზე ადის რა და ძალიან ბედნიერი არის ამასle და შეუძლია ჯდომით ძლივს ზის მაგრამ ისე ცოცვით ადის რა და ასევე ცდილობს იმას ჩამოსვლას რა და ანუ ძალიან ბუნებრივი მოძრაობები არის რა ეს მე
ავიწყდება ადამიანს რო იზრდება მე როგორც კი შეხება უწევს ამასთან ძალიან ბედნიერი არის ამე ზუსტად ხო ძალიან ბედნიერი არის აი თითქოს იმ ბავშვობას უბრუნდება ის ბავშვობის გრძნობების შიში სიმაღლე ხო ყველაფერი აი იმას ამიტომ თვლი რომ ცოცვის დაწყება ნებისმიერ ასაკში არის შესაძლებელია. განსაკუთრებით ახლა თქვენნაირი თხელი ესეთი კარგი აგებულების მით უმეტეს თუ როცა იმაზე იოგაზე ვარჯიშობთ და ამიტომ გირჩევთ. როგორც კი ცოცვას იწყებ, აი თქვათ ერთი თვეც კი რეგულარულად რომ იცოცოთ, ცხოვრება შეიძლება საოცრად რა. შეიძლება აი ყველაფერზე აი დამოკიდებულება ვთქვათ იმაზე ცხელთან ხო მოვლა თითები სამა ფრჩხილები საყურები აი ყველაფერი და თვითონ ტანსაცმელი არის და თვითონ იცვლება ერთად ეს ყველაფერი იცვლება შეხედულებები რა ყველაფერზე და არის ძალიან დიდი ბედნიერების განცდა როცა შენ თავს კარგად ფლობ და ცოცავ მარტო შენი სხეულის გამოყენებ შენი თითები შენი სახსრები კესების იმის გამოყენებ ყველას ურჩევ რა არ მწყინდება ამაზე ის ლაპარაკი აუცილებლად უნდა მონახოთ დრო კარგი დარბაზები გვაქვს თუ გინდათ რეკლამაში ვარ ჩაგვეთვალოს მე რეგეთქვით სადა და თუ გინდათ დარბაზებო რეკლამა რა აიწყოთ რა ცოცვა მით უმეტეს თუ ეს ოჯახის წევრებთან ერთად არის შვილებთან მეუღლესთან ერთად აი თვითონ ეს დაცვაზე დგომა ეს წვილის ეს აი ერთიანობა აი თოკის გრძნობა რაღაც ეს ისეთი სხვა ურთიერთობები გადადის სხვა დონეზე ეს არ არის რაღაც სამზარეულოში რომ მას მიაწოდებ თქვათ საჭმელს ასმელს რაღაც ეს უფრო ეს რა კაცო ხო ამიტომ კარგია ქართველები ცოტა სოცავენ მაგრამ გაცილებით მეც ვიდრე ჩემ ახალგაზრდობაში რა ხო ეხა უფრო ხელმისაწვდომია თითქოს ალბათ თან ისეთია იაფი ეს არის ხო აი ხა თქვენ რა თქვით რომ სხეულის ის ეხა იოგაში იოგას თქვენ შეიძლება არა მაგრამ მაყურებლებს შეიძლება ეგონოთ რომ ეს არის გაწელვებია მარტო და სინამდვილეში სრული სხეულის ხელებზე დგები თავზე დგები შეიძლება თითებზე დადგეს სრული სხეულის კონტროლი გაქვს და ამას აკეთებ თან მარტო შენივე სხეული შენ სხეულს წევს ზემოთ რა და ეგ შეგრძნება ვიცი რა არის რომ პირველ ცოტა ჯობია იდეა იოგა გადახატა საშიშია იოგაში აი თავზე დგომის და რაღაცა არა თავზე დგომის არა თვითონ შიგნით შესვლა და რაღაცა ფილოსოფია და რელიგია და რაღაცა და ისეთია რა ჩემი მეც ვცდილობ ხოლმე რა რაღაცა ისე როცა ისეთი ისინი შემხვდებიან სტუდენტები ან რაღაცა იმათთან ერთად რა და ისე დრო არ მაქვს მაგრამ მე იოგას ფანი ვარ და მე როგორც თქვენ ცოცვას ურჩევთ ყველას მეც იოგას ყველას ურჩევ იმიტომ რომ სხეული სხვანაირად ფუნქციონირებს იოგას დროსაც აი თითქოს თავიდან ბოლომდე იწყებს სისხლის მოგზაურობა ყველა უჯრედში გადის და ძალიან მაგარი ყველა სპორტი კარგი ეხლა მაგ ეგეთი კითხვა ერთი აი თაში ხართ ცუდი ამინდია თავს არ ვიცი ქარია ყველაფერი ხდება თქვენ თავთან მაგ დროს დიალოგი გაქვთ ხოლმე მაგ დროს თუ ახალგაზრდებთან ერთად ვარ იმასთან ხალხთან ერთად ვამბობ რომ აი ნამდვილი თამსვლელური ამინდია და ნუ ამით ხნევდებით უნდა ისიამოვნო რა ამ ამინდით ეხლა ისე უბრუნდები ამდენი 2 თუ 3 დღის წინ რაღაც ისეთი ამინდი მქონდა ისინი რომ მოვაბრუნეთ ზუსტად რომ აი ჩვენი გავლილი კვალი თოლზე აი 10 წუთის წინ გავლილი აღარ ჩანდა არავით არის არც მიმართულება არც ძლიერი ქარი ძლიერი თო და მოდი ხარ რა ცხოვრობ რა შენი ის არის შენი ამინდია რა ეს არ არის მოულოდნელი ამას ელოდი ეს იცი ეს ბევრჯერ ქონია ეს დამინჩი დაკარგულ ხარ რაღაცა დაგჭირებია ღამის თევა 1-2 სანამ გამოხვიდოდი მაგრამ
არაფერი რა ისეთი უნდა გაუძლო, უნდა მოუარო სხვას, ჯერ საკუთარ თავს, მერე სხვას და ისე მთაში ეგრე არის? ჯერ საკუთარ თავს და მერე სხვას ხარ? ყველგან ეგრეა, ქრისტიანობაში ეგრეა რა, რომ ჯერ შენ ვერავის ვერ მოული, თუ შენ არ ხარ მოვლილი და შენ არ ხარ, ეს არ ძლიერი და დაცული და ეს აი როგორც ასეთი ის არის, ჯოხი უნდა მიაწოდო ჭაობში ჩაძირულს, ანუ ცოდვაში ჩაძირულს ან იმას, რომ რამე რო იყოს, ხელის გაშვება მოასწრო, რომ მან არ ჩაგითრიოს რა. ანუ შენ თვითონ უნდა იყო ძლიერი, დაცული. ცხოვრებაში ეგრე ცხოვრობთ? ის ცოტა გითხებით, ხშირად ადამიანებს სხვანაირად აქვთ ხოლმე რა წარმოადგენელი, რომ მაგალითად თუ ოჯახზე ასაუბარი, მან განსაკუთრებით, რომ ჯერ ბავშვები, მერე ის, მერე და ბოლოს მე. და აი თქვენ შემთხვევაში როგორ არის, იმიტომ რომ ყველა მიმართულებით პრინციპში ეგრე, ახლა როცა რაღაც მოულოდნელ საფრთხეს დაინახავ და რაღაცა, მაშინ რაც აუცილებელია მარტო იმას აკეთებ ალბათ რა, ახლა იყო რომ შვილი კინაღამ გადამივარდა საწოლს დაძინებული დავტოვე და უცებ დამჯდარი დავხტა და ისეთ ნახტომი გავაკეთე მე თვითონ გამიკვირდა ხო რა ახლა ასეთროში მაგრამ ისე ეგრეა რა ვცდილობ რომ ხანდახან უხერხულიც კი არის ხოლმე ისეული ჩემ თავს ჯანმრთელობის მხრივ რომ აი რომ ეს უფრო მეტ ძალას მაძლევს, რომ მე ოჯახს მივხედო, მე იმათ მივეხმარო. და პრაქტიკული უფრო იაფია თავიდან თავის მოვლა, ვიდრე ცუდად გახდები და რაღაცა დალპები და რაღაცა და მე ოჯახს გადავყევი და მე ოჯახმა უნდა იზრუნოს შენზე რა. ამიტომ ჯობია თავიდანვე. ხედო თკვილებს, ორგანიზმს, ყველაფერს რა. დანიშნულოვანია. კი, და კარგი არის რომ თქვენს ეგ დაადასტურეთ, იმიტომ რომ ხშირად ადამიანებს სხვანაირად ესმით ხოლმე. რაღაც ცუდ ეგოისტი ხო არ ვარ, რომ ჯერ ჩემ თავს თუ რაღაც ეგეთ რაღაცები მესმის ხოლმე და მადლობა რომ ეგ თქვით. ნუ რა ვიცი როგორ კარგად როგორ თქვი ახლა როგორ მიიღებს ამას მსმენელი არ ვიცი მაგრამ ალბათ ეგრეა. კი. აი თაში რო ხართ თასთან გილაპარაკიათ ხმამაღლა? ან თას ესაუბრებით ხოლმე ზოგადად აი რა ურთიერთობა არის თასთან თუ ეს ანუ როგორ აღიქვავთ თა რა არის? ვინ არის? თუ ვინმე არ არის? ახლა მაშინ არ წავიდეთ რაღაც რომანტიკაში. მაგრამ ხო ეგ მაინტერესებს. ეს არის ჩემთვის არის სტიქია. რაღაც ბუნება. სადაც კარგად ვიცი. და თავს კარგად გრძნობ რა. აი ძალიან კარგად რა. ეხლა თქვათ ასე არ ვიცი ისა უდაბნო სიტყვაზე ან ეხლა ანტარქტიდაში რომ უნდა წავიდე ფაქტიურად იქ უდაბნო ოღონდ თოვლის უდაბნოა სადაც რთულია ორიენტაცია რაღაც ხელსაწყოები გჭირდება ან GPS-ი ან სექტანტი ან რა ვიცი კომპასიც ფაქტიურად არ მუშაობს და ეს ნუ ასევე ეხლა თქვათ კარგად ცურავ და აი დიდხანს კარგად რა დიდხანს ხანგრძლივად შემიძლია ცურავ მაგრამ აი თქვათ არ ვიცი სხვა ხო რაღაც და ძალიან მინდა რომ ბევრი შანსი მქონდა რაღაც ჯერჯერობით გაუშვე აი იმითი იარქნიანი მებით მოგზაურობა ხო კლიენტები მყავდნენ რომლებმაც ამპატიჟეს ატლანტის ოკეანე მერე სუეცის არხი, წყნარი ოკეანე, რაღაც ისეთი და რაღაცა ვერ საკენი, ვერ ნახე რა, რომ ნებისმიერ დროს ჩამოდი მითხრეს და შემოგვიერთდი, მერე დაბრუნდი, მაგრამ წავალ აუცილებლად. ხო, ანუ ესენი არ ვიცი, მაგრამ ეს რა, კარგად ვიცი და ცხოვრობ რა, იქა და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ჩემი ჩვევები ისინი გამოვიყენო, რომ ჩემი მიზანი შევასრულო, თქვა ეს სწავლება არის, რაღაც ასვლა არის თუ ჩემი მარტო ასვლა თუ რაღაც არის. ცხოვრობ. ისე ლაპარაკი და ისე არა უნდა ველაპარაკო რა.
ჩემი ის არის გარემო არის რა. ახლა როგორც ადრე ვთქვათ, ჩემი სოფელი იყო, ხო, სადაც აი ბედნიერი ვიყავი, ლაღი ვიყავი, იმიტომ რომ ყველაფერი ვიცოდი, ყველა კუთხე, კუნჭული, რაღაც, ყველა მეზობელი, ყველა ისა. ეხლა ვთქვათ, იქ ვეღარა ვარ ასე, იმიტომ რომ შეიცვალა, თაობა შეიცვალა, გარემო შეიცვალა. ანუ სახლია ფაქტობრივად. სახლში ვარ, ხო. სახლში. და მაგარი, ერთი კითხვა მაქვს კიდე 800 მეტრზე რო ახვედით. აი, მან რეალურად იქნე რომ გადმოხედეთ. რა იქცენით? გახსოვთ ეგ პირველად რო ახვედით? აი, რო ან თუ უნდა დუშბაზე. 800 მეტრზე. ან უშბაზე თუ აი 800 მეტრი ის კი არ არის, რაღაც ლიფტში ჩაჯდე და ახვიდე და გადმოიხეთ. ხო, მესმის. ესეთი მქონია რა, ვთქვათ, იმას სატელევიზიო ანძას ვღებავდით რა, ახალგაზრდა ვიყავ და სახლში რაღაც გძინავს, რაღაც ოჯახი და რაღაც. მიხვედი ლიფტში ჩაჯექი, მოხვედი 300 მეტრის იმაზე, გამოხვედი აივანზე და დაეკიდო, ხო და არის რა, უსიამოვნო არის რა. მაშინ არ ვიყავ ისეთი გამოცდილი და იყო 87 წელს შევღებე პირველად სატელევიზიო ანძს. ხო და აქ ახლა ეს ხო სულ სანტიმეტრობით იღებ რა, ამ იმას სიმაღლეს რა. ამიტომ აი სად იყოს ეს განცდა, როგორ ფიქრობთ ახლა 7999 მეტრზე თუ 8000-ზე თუ რა. არ არის ეგეთი გამოყოფილი. მიხვდებით კიდე ხო კითხვის შინაარსი ის კი არ არის მაინდა 8-ზე. კი, არა მესმის, მაგრამ აი ეს ყველა მეტრი არის შენი მოგებული, შენი აი პატარ-პატარა ნაბიჯებით რა, სულ სანტიმეტრობით ისინი დაგროვებულია, შენი ის არის რაღაცა. ხო და ეს გრძნობა მაგაზე არა, ანუ სიმაღლეზე, პეიზაჟზე, რაღაც ხედზე, იმაზე არ არის დამოკიდებული, ეგ რაღაც ძალიან უკან დგას რა, მაგრამ თუ მწვერვალზე ახვედი მაშინ კი, ანუ დამთავრდა. აი ერთი ეტაპი შენ ცხოვრებაში დამთავრდა რა. აი აქ ახარ. სულ ცოტა ხანი რაღაცა შეიძლება აი ცოტა გულიც აგიჭოყდეს რაღაცა და მე უკვე იწყებ ახალს რა. კიდე უფრო მნიშვნელოვანს. აი გზას თუ ეს შორეული ექსპედიცია გზას სახლისკენ, აი ყველა ნაბიჯი ამას ასე ვთქვათ გაახლოვებს და რაღაც ის ხნედა ხარ. აი გზნობა არის რა, რაღაცა გათავისუფლების, აი ამ ეტაპის სრულად დამთავრების, იმიტომ ამას გაგრძელება აღარ აქვს. ამის ზევით ვეღარ ახვალ რა და ეს ბოლომდე დამთავრებულია. და თან შეიძლება ეს ცხოვრებაში შენს ცხოვრებაში აღარ დადგეს არასოდეს რა, იმიტომ აქ ვეღარ მოხდე რა და დამთავრდა. მე მოდიხარ უკან. მაგრამ როცა ბევრჯერ ადიხარ თქვა და ერთ და იმავე მწვერვალზე, აქაც რაღაცა დიდი სიხარული არის რა, რომ აი კიდევ ერთხელ და რა განსაკუთრებით უშბაზე ხო. რომელიც განსაკუთრებით კი ვარ, აღარ კითხავთ რატო, იმიტომ რომ ბევრი ინტერვიუში კითხეს თუ ეს უშბაზე ასლამე. გაქვს რა 18-ჯერ ხართ ხო ნამყოფი? ეხლა რომ დავთვალე მე მგონი 17 რაღაცა მიწერია მე დაკარგული მაგ და მეშლება. ისე ასლაზე ვლაპარაკობთ ხოლმე სულ და ჩამოსვლაში რა არის გული? ჩამოსვლა არის ყველაზე კარგი. ხო, აი რა არის სახლში მოსვლა. სახლში მოდი. სახლში მოსვლა. ანუ ის სახლში მოგიჩქარიათ როგორც ამბობენ. ხო, რა თქმა უნდა, ქვევით მოგიჩქარია რა პირველ რიგში აი მოგიჩქარია იმ ადგილამდე სადაც თოქს ჩაიხსნი. ხო. მერე უკვე სადაც მწვანეზე გამოხვალ, აი სადაც ხო, მწვანეზე გამოხვალ. მერე იქ სადაც აი გზამდე მოაღწევ, მერე მანქანამდე და მერე მაშინ სახლში რა ეს არის ეტაპებია და რა თქმა უნდა ეს თოკის ჩახსნა, ანუ ამას ჩაიხსნე, ჩაალაგებ, უკვე ითვლები რომ ხარ სამშვიდობოს. და ისე ჯგუფში ვინმე კოლეთ ესე შეგიხედავთ და ეს ვერავა. აი ვერ ახვალ. თქმა უნდა შენ ვერ შეძლებ ასლას რა. კი ეს ჯგუფში არ არის სპორტულ ასლების დროს იქ წინასწარ იცი რა. არა აი კლიენტთან კი ეგრევე ატყობ რა. რო ვერავა. ან
კლიენტისთან ურთიერთობებს ალკი ამბავი ატყობ ეგრევე რა აი რაღაცა რამდენიმე წუთში რომ ეს აუტანელი იქნება ხო ამას კლაუდებით მე ჯგუფში ანუ რაღაც აჩერებთ ეუბნებით რომ შენ რაღაცა მოკლედ ჩვენი საქმე ჩვენ ვართ გიდები ანუ ფაქტიურად ესეთი სერვისი მომსახურე პერსონალი რა და სერვისში მთელ სოფლიოში ასეა რომ მოკლედ კლიენტი ყოველთვის მართალია ამას ჩვენ ვეუბნებით ასეა სოფლიოში კლიენტი ყოველთვის მართალია მაგრამ ჩვენ საქმეში არა ჩვენ საქმეში არა ჩვენ რასაც გეტყვით აი ეს უნდა გააკეთო აი გადახტი ისკენ დაჯექი ადექი ჩაიცვი დაიხურა ყველაფერს მოუბრუნდეთ შენ ეს გაწყობს მაშინ ჩვენ ერთად მუშაობ თუ არ გაწყობს ეს კარგად იყავი მაშინ მონახე სხვა გიდი რა და ეგრეა ძალიან მკაცრად არა აქვს მნიშვნელობა ეს მილიონერი მილიარდელია უფროსია უმცროსია ქალია კაცია ბავშვია არ არის თუ კლიენტია ის შენ უნდა გემორჩილებოდეს თუ გაუშვი ხელიდან ეს ჯგუფი თავისუფლება მიეცევა შეიძლება ცუდად დამთავრდეს თქვენ კარიერაში ყველაზე დიდ მიღწევას რას თვლით? ალბათ იმას რომ გავხდით საერთაშორისო ასოციაციის წევრები. ეს მეკითხა ის ხო მოკლედ სოფლიო ესეთი ასოციაციის წევრები ჩვენთვის ეგ არის ნატოში შესვლა, ევროპაში შესვლა. 27 ქვეყანა ამაში, ამ ასოციაციაში. დიდი ხანი დაახლოებით 32 წელი დაგვჭირდა, რომ გავიგეთ, რომ ეს არსებობს და რაღაც პირველი ნაბიჯები გადავდგით 90-იან წლებში და პირველი კავშირები მასთან შვეიცარიის სამთო გიდების ასოციაციასთან პირველი კურსები, რაღაც მე მომზადება ხალხის რო დავიწყეთ, ვერ მოახერხეთ რა და ბოლომდე ვერ მივიყვანეთ, იმიტომ რომ მძიმე ცხოვრება იყო საქართველოში. და ჩვენმა მეგობრებმა ყირგიზეთიდან ეს საქმე შეძლეს რა და ახლა როდის რამდენი წელი აქვს? მეხუთე თუ მე-6 წელია ისა ვართ ამ ასოციაციაში. ანუ საერთაშორისო ეგ ნიშნავს, რომ საერთაშორისო გამყოლებს და გიდებს და ასრულებთ, ხო? არა, თანსრულებსაც ვამზადებთ, მაგრამ ეგ ცალკე ამბავია, მაგრამ შემდეგ ეს თანსრულები წყვეტენ, რომ ეს არის თავისი საქმე, პროფესიად უნდა გაიხადონ, ამით უნდა იცხოვრონ და მე უკვე ვასწავლეთ თემას, გიდობას. და მათ შეუძლიათ, რომ უკვე ნებისმიერ ქვეყანაში ფაქტიურად კი იმუშაონ. ხო, ჩვენები, რა ვიცი, მეც მიმუშავია, თქვა შამონიში, მონპლანზე და რაღაც სხვა ცხოვრება, სხვა პრივილეგია, თვითონ თასთან დაკავშირებით, სხვა ურთიერთობა, დამოკიდებულება, ერთმანეთთან, იმის გარეშესგან, ვინც ხედავს. სოფლიოში სულ დღესდღეობით არის 6000 გიდი. აქედან დაახლოებით ალბათ 4000-იც არ მუშაობს რა. არ? ხო, იმიტომ რომ ეს ისეთია, რომ ეს აი მომუშავე გიდების ცალკე სტატისტიკა არ არის რა. ანუ მე ახლა გიდი ვიქნები 90 სანამდე ვიცხოვრებ, მანამდე ვიქნები გიდი, ხო, მაგრამ აქტიური არ ვიცი. აქტიური შეიძლება ვერ დავრჩენ. ანუ ამდენად ცოტა არის რა და ესეთი თან მოთხოვნადი. აი მაგალითად ახლა მყინვარწვერზე უკვე აღარ არის საკმარისი. იმდენი მოთხოვნა. იმდენი ისეთი მოთხოვნა, რომ შეიძლება უცხოელი გიდების ჩამოყვანა დასჭირდეს კომპანიებს რა. ანუ ამხელა ის არის რა მაგარია. ანუ ეგ კარგია, ხო? თუ არა? კი, თუ ეგ კანონია, იმიტომ რომ ესე იგი ეს ნიშნავს, რომ თუ კანონი ამოქმედ და კანონი დაიც მაშინ დაგვიცავს ეს არაპროფესიონალი გიდებისაგან რა. გიდი, საერთაშორისო გიდი რო არის, შეიძლება რაღაცა მაგარი მთამსვლელი იყოს ან რაღაც, მაგრამ აი ქვედა დონე, ანუ ეს რაც არის, ასე ვთქვათ, სტანდარტი ის დონე ყველასი ერთი და იგივე არის. ანუ
გიდი, სამთო გიდი ნიშნავს ტურისტის დაცულობას. 100%-იანი დაცვა ის რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ ის დაცულობას. ანუ ტურისტი თუ იცის რომ ქვეყანა ამასოც ტურიზმი იცის ეს ქვეყანა ამ ასოციაციის წევრი აქ ეს გიდები მუშაობენ ასოციაცია არის იქ დაცულად გზნობს თავს კაცილებით უფრო ადვილად და ისე მოდის მაგრამ ის რომ ეხლა ვიღაცა ნამყოფი არის მანდა და გზა იცის მყინვარ წვერზე და ან ვიღაცა ჩამოვიდა თქვა ან უკრაინელი ან სომეხი ან ვიღაცა ირანელები განსაკუთრებით ჩამოვიდა ავიდა წვერზე და მე გადაწყვიტა რომ აქ იმუშაოს და მაშინ იყო შემთხვევები რომ ყაზბეგში აგროვებდნენ იმას ტურისტებს რა ვიღაცები ეს ხვები უცხოელები რა ჩამოსვლა აუ მე წაგიყვა მე ვარ გიდი რა ეს რა თქმა უნდა ბევრ შეცდომასთან ბევრ უბედურებასთან შეგვიძლია მან მიგვიყვანოს და ცუდი შედეგი გამოიწვიოს მაგრამ ეს უნდა არეგულიროს მან სახელმწიფო მე კი არ უნდა ვუტყვა წერაყინი თავში რომ შენ არა ხარ გიდი და ნუ მიყავს ამბობ ვიღაცებს ეჭყობა კი ბატონო ერთი კითხოს თავსავე ესეც თუ მაქვს უფლება თუ არ მოგეწონებათ არ გამცეთოს თუ დადგება ოდესმე როდესაც ხო დადგება ის დღე როდესაც ფიზიკურად ვეღარ შეძლებთ თაში 100 წლის მერე მე რას გაკეთებ გიფიქრეთ მაგაზე ეს ჩემი ცოლი მეუბნებოდა ხოლმე რომ შვილიშვილებს მოუყვები ამბებსო რა და ეხლა იმდენი მაშინ ლაპარაკობ რა ჩართავენ შვილიშვილებს მოუყვე რა მოუყვე რა კი ეხლა ძალიან მომწონს იმას რა ქვია სამაჯურებს ხსოვ ხოლმე დამოიწყდა ეხლა დამოიწყდა თოკი რომ წამომიყო მოგხსოვდი თან ლაპარაკის დროსაც შეიძლებოდა თქვენთვის ხო და ეს იმიტომ დავიწყე რომ დავბრმავდი რა რაღაცა ქონდა პრობლემა ტრაუმა მე მეორეჯერ დავბრმავდი და მაშინ ვფიქრე რა შეიძლება აკეთო იმან ბრმამ რა ხო და ასევე მიფიქრია რა რომ ვერ შევძლებ რა თქმა უნდა უკვე იმდეს ვეღარ დავდივარ აღდგენაზე თქვა ყველა ასლის შემდეგ რამდენიმე დღე მჭირდება რომ აღვიდგინო მოხლები რაღაც მაგრამ უამრავი საქმეა რა დიდი სიამოვნებით ვიქნები მე ბაღე სახლში ან შვილიშვილებთან ვიქნები მწვრთნელი მასწავლებელი ერთად ვივლით ველოსიპედით ერთად ვიცურავებთ ერთად ვიცოცებთ ვისრიალებთ ძალიან ბევრი მაგრამ თავად ბევრი საქმეა დაგაკალ მოგინატრებათ მომენატრება მაგრამ ცოცვით მინახია ვიდეოებიც არის რომ მონახოთ რომ 95 წლის ხალხი ცოცავს და ახლა კი ბატონო და აი ხამასაკში პატარა ბიზნეს რო შეგეძლოთ რომ დაელაპარაკოთ აი როცა იწყებდით რა მაგ მომენტში რა შეტყოდით რა ყველაფერს თავიდანვე გავიმეორებდი ბევრი რამ დამაკალდა რა მაგრამ ეს ასეთი დრო იყო, ასეთი გარემო იყო, ასეთ ქვეყანაში ცხოვრობდით რა და ახლა მაგაზე გულისტკივილდა, ასე ვიზამდი, ალბათ ის გვიანია რა, მაგრამ კარგი იქნებოდა რომ უფრო მეტი მესწავლა, ვთქვათ, უფრო მეტი ასე ვთქვათ ენები მესწავლა უფრო ასე ვთქვათ განათლებული ყოფილიყავი ცოტა უკეთეს ქვეყანაში როგორც ცხოვრა და რაღაცა ლუკმა პურისთვის ის რა დამჭირვებოდა ბრძოლა და ხო აი რომ ყოფილა დღეები რომ $3-დან კი მშავია დღეში და ისა მაშინ ალბათ უფრო მეტს შევძლებდი უფრო საინტერესო ასვლებს გავაკეთებდი ახლა საუკეთესო წლები გავიდა ისე რომ მარტო 6-8,000-იანი დავაგროვე რა, იმიტომ რომ არისო მაგის შანსი არისო მაგის ფული, დროც ის და შემეძლო მეტი გამეკეთე, მაგრამ რასი ამეგეთ დროში ცხოვრობდი რა და საოცრები გაკეთეთ ჩემი აზრით. არაფერი.
ვისა ისე ეს რაღაც განსაკუთრებული თავდაპირველობა რატო არა განსაკუთრებული თავდაპირველობა არ არის ახლა ეს თავდაპირველობა ეგ ახლა შეიძლება ვიღაცამ ხო ის ქნას რაღაცა და ესე ჩათვალოს რომ ამით იპრანჭება თავდაპირველობით რა მაგრამ მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ეხლაც რა ცოცხლები რო არიან და რომლებიც გაცილებით მეტი აქვთ რა ჩემზე მეტი გაკეთებული უკეთესი მთავსვრელები იყვნენ უკეთესი იდეები ქონდათ ეხლა განსაკუთრებით ახალგაზრდები უფრო მეტი შესაძლებლობები აქვთ და ახლა აი რა ვთქვა მე რომ მე ვიყავი ყველაზე მაგარი და არა ვარ არტლი ნამდვილად ესე რომ მიმოგვჩემი სიტყვები არ ვიფრანჭები კევედან ახლა ბლიცი და ამ ბლიცი არ არის აუცილებლად გრძელი პასუხები შეგიძლიათ მარტივად მოკლედ მოპასუხოთ კი არა თქვენ საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა გესმის გავიგე ანუ როცა ვლაპარაკობთ ერთმანეთის უნდა გვესმოთ იქ ძალიან მნიშვნელოვანი დაუჯერებელია მაგრამ აი 50 აი თოკი 50 მეტრი ზოგჯერ 20-30 მეტრის შემდეგ აღარ ისმის ხო ამ დროს შეიძლება მეზობელი მთი და ხმა გესმოდეს მაგრამ აქ არ ესმის რა იმიტომ რომ მთის რაღაც ეგეთი მოწყობა ხო აი თვითონ ამ ტალღის ისა გავრცელება ეს წინაღობები თვითონ ამინდიც ისიც გესმის უბრალოდ ის რომ რაღაცას გეძახის მოკლე სიტყვას შენი ინტონაციით უნდა მიხვდე და გავიგე პასუხი არის გავიგე ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა მარტო მთაზე ასვლა თუ მეწყვილესთან ერთად ორივე კარგი სიკვდილის სიახლოვე სიცოცხლეს უფრო მძაფრს ხდის თუ ჩვეულებრივს კი მძაფრს მზადება არის შიში უფრო ხშირად გვიცავს თუ გვაჩერებს გვიცავს რა არის უფრო საშიში ცუდი ამინდი თუ ზედმეტი თავდაჯერებულობა ზედმეტი თავდაჯერებულობა რა თქო ცალსახად რომელი უფრო მნიშვნელოვანია მთაში ძალა თუ გამოცდილება მარტოობა მთაში თავისუფლებაა თუ გამოცდა გამოცდა რომ შეგეძლოთ ერთ მთას დაელაპარაკოთ აი არ ვიცი ახლა მითხარით რომ არ ელაპარაკებით და ამიტომ არ ვიცი რომ შემეძლოს მარტო ერთ მთაზე ვივლიდი ერთ მთაზე ვივლიდი და უშბარი ეგთა კი ბატონო ხო აი ეს ამბობენ ხოლმე რომ მთა არ პატიობს არაფერსო ადამიანებსო და რა არის თუ ამას ვამბობთ მაშინ რა არის ერთი რაღაც რასაც არ პატიობს მთა ადამიანს არა მაგაზე ვილაპარაკეთ არაფერს ადამიანი თვითონ მაგრამ ხო თვითონ იყენებს ადამიანი თუ ზარმაცი გიდი მალე კვდება ხო თქვით რომ აი რაღაცა იქ და ესა და ეზარა ზურჩანთის თავიდან გადამოწმება რაღაცა არ ჩადო ასანთი სიტყვაზე რაღაცა პირადი ჰიგიენას რაღაცა დააკლო რაღაცა უამრავი ის არის რა რაღაცა მისის აქციელი არ პატიობს შეიძლება ამ დროს აღმოჩნდეს რომ არ აქვს სათვალე დარჩა წერაყინი ან წრიაპია ძველი ან თოკია გახეხილი თოკი გასვლის წინარში ამოწმა რაღაცა გადაჭრილი ან რა 1000 რაღაც შეიძლება დაავიწყდა მისი სათადარიგო ისე ელემენტი კარავი თაგუმა შეუჭამა ავი კი ბატონო ერთი სიტყვით რას გძნობთ როდესაც უშბაზე ადიხართ ბედნიერებას და ბოლოს ყველა მწვერვალიდან მაინც უნდა ჩამოხვიდეთ ხო და რატო ადიხართ მაშინ? რო ჩამოვიდეთ. და დაუბრუნდეთ. კი ბატონო, სულ ბოლო ტრადიციული კითხვა. ისა ხო ვერ დაბრუნდები თუ არ და ბოლო ტრადიციული კითხვა, რომელსაც აბსოლუტურად ყველა სტუმარს ვეკითხები, ესეთი კითხვა, რომ თუ თქვენ თავს გამეცნობდით და ოღონდ უნდა გამაცნოთ, რომ არ მითხრათ არის თქვენი სახელი, გვარი, წარმომავლობა, ჰობი, პროფესია, არაფერი არ უნდა მითხრათ. რას მეტყოდეთ თქვენზე, ან როგორ გამეცნობოდით? ის საქმეც არ უნდა გითხრა?
ბებერი კაცი. უღმესი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო. და არ ვიცი, გისურვებთ უდიდეს წარმატებას პირველ რიგში ანტარქტიდაზე წასვლას. მე იქიდან რომ ჩამოხვალთ, მე უკვე პირობა მაქვს მარიამთანაც, ყველასთანაც თქვენთანაც აქვთ რომ აქ მოდიხართ და ისევ საუბრობთ თქვენ გამოცდილებაზე. შეიძლება გეგმებზეც მე. გეგმებზეც აუცილებლად. შეიძლება უკვე ის მთას დაგეგმილი გქონდეთ, რომ მითხარით რომ მინდაო წასვლა. და რა ვიცი, მადლობა დიდი. მადლობა თქვენ წარმატებები. მადლობა მარიამს. მარიამი რო ყოფილიყო ეს არ შედგებოდა. რა ვიცი თუ ზედმეტი იმითი შევაწუხეთ ვინმე. რა ვიცი ლაპარაკია თქვენი საქმე. შეიძლება ზედმეტი კი ვილაპარაკე. რა დილაპარაკეთ. შეწუხება არ მქონდა მიზნად. კი ბატონო და მაყურებელს ვთხოვოთ რომ თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ცოდნის მოყვარე პოდკასტი გამოწერილი, არ დაგავიწყეთ რომ გამოიწეროთ, იმიტომ რომ ესეც საინტერესო ვიდეოებს არ გამოტყოთ. კი, მე უნდა გავხდე აქტიური მსმენელი და მაყურებელი.